მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩემი სტუმარია ბატონი გოჩა ცოფურაშვილი. გოჩა მოგესალმები. გამარჯობა, მოგესალმები ნიკა. ესე იგი, ეს უკვე ჩვენი მესამე გადაცემა, მესამე ეთერია. და განსაკუთრებული ყურადღება და რეაქცია მოყვა მეორე ეთერს. გარკვეული რაოდენობაც ესეთი დააგროვა, იმიტომ რომ როგორც წესი თემატურ გადაცემებს ნაკლები ხილვადობა. უფრო დღის წესრიგს პოლიტიკურს მიყვება ხალხი, მაგრამ ჩვენ იმდანაც მნიშვნელოვანი თემები წამოვწიეთ, რომ ინტერესი იყო, ცხოველი ინტერესი იყო. მე ლევან მამალაძესთან ესეთი კითხვა დავსვი რა, რომ ბატონ ლევან მეთქი არის ეს სისტემური დანაშაული, სისტემური კორუფცია და ლევანმა თავისებურად გამარტა, მაგრამ აი ჩვენი ინტერვიუს მერე მეგულისხმობ ლევანთან ინტერვიუს მერე გარკვეული პერიოდი გავიდა და ეხლა მე რასაც საქართველოს რეალობას ვაგვირდები, სერიოზული რყევებია, სერიოზული ცვლილებებია და დაპატიმრებას თავი დავანებოთ დირიგ დაკავებას უამრავ უწყებებში მიდის რევიზია მიმდინარე სისტემის. და მე უკვე თამამად შეიძლება განვაცხადო, რომ ეს არის უკვე სისტემური კორუფცია. და გოჩა მსურდა რომ დარგობრივად რო გავუყოთ და ზუსტად აი ამ კორუფციის ნიშნები რომ ჩვენს კომპეტენციაში რამდენად შედის და შენი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე რომ სააშკაროზე გამოვიტანოთ. სულ რაღაც გუშინ პირობითად ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები და ჩვენ ვიცით რომ მუნიციპალური არჩევნები არის რაიონებში გამგებლები, გამგეობები, სერიოზული თანხები და ბიუჯეტებია გამოყოფილი, იმას აფთვისება ჭირდება, იმას ჭირდება მიზობრები გახარჯვა და მოდი აი ეს თემა გავშვალოთ და მე უბრალოდ ესე ვთქვათ პირველ თემა შემოვიტანდი და მე ავაწყოთ როგორც შენ ჩათვლი საჭიროთ რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე დღე არის ეს თემა მუსირებს რა და ჯერ საერთოდ განვმარტოთ რა არის ეს და მე რატო გამოიწვია ესეთი ცხოველი ინტერესი. გისმენ გოჩა. კი ბატონო, დიდი მადლობა, მივესალმები მაყურებელს, მივესალმები ჩვენს ემიგრაციას. ძალიან კარგ საქმეს აკეთებ ნიკა, რომ ამაზე მიდის მსჯელობა, ყავს შესაბამისად მაყურებელი და მე ვცდილობ რომ იმ კონტექსტში დავანახო და ისე გავშალოთ ჩვენი თემები, ვთქვათ, ის აგრარული საკითხები იყო, აი რეალური სურათი იცოდნენ და რეალურად შევაფასოთ, ვთქვათ, ჩვენი შესაძლებლობებიც, მომავალიც, რამდენად სახელმწიფო მოყვება ამ პროცესს, რა არის შესაძლებელი და ანალოგიურად თქვენ იცით რომ სალტე სტუდიაში Georgian Times-ზე გადის გადაცემა რომელსაც მე ვაკეთებ არის აგრარული და რეგიონული პოლიტიკა და ამ თემებში ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული საკითხების და ანალოგიურად ჩვენი ემიგრაციის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში აქვს სურვილი დაბრუნდეს თავის მუნიციპალიტეტში, თავის სოფელში და შესაბამისად დღეს ჩვენ რაზეც გვინდა რომ ვისაუბროთ ეს არის მუნიციპალური არჩევნები, მუნიციპალიტეტების განვითარება, შესაძლებლობები და აი ეს კორუფციული მომენტები, რომელიც გამოჩნდა დღეს და დაკავებულია მუნიციპალური განვითარების ფონდი. აი წლების განმავლობაში ეს არ არის 1 და 2 წელი ეს არის ძალიან ბევრი წლის წინა ჯერ კიდე ჩემი მთავრობაში ყოფნის დროსაც ყოველთვის ვილაშქრებდი რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ეს არის ერთგვარი სიმახინჯე რომელიც თბილისში ხარჯავს მუნიციპალური პროექტების ფულს და მუნიციპალიტეტების ფულს. შესაბამისად რატოა ეს სიმახინჯე? იმიტომ რომ სკოლა რომელიც უნდა გარემონტდეს რაღაც წალენჯიხაში თუ მარნეულში თუ ყვარელში უნდა გაკეთდეს და გარემონტდეს ადგილზე, უნდა იყოს პასუხისგებლობა მერიის, საკრებულოს წარმომადგენლის, სულ ყველასი, ვისაც იქ იურიდიულად ვთქვათ ეს პასუხისგებლობა ეკუთვნის. დღევანდელ მოცემულობაში მუნიციპალური განვითარების ფონდი იგებს ტენდერს თბილისში ჩადის იქ ადგილზე და იქცევა ისე როგორც უნდა თვითონ ზედამხედველობის მომენტი ფაქტიურად ძალიან სუსტია ხოლმე ადგილობრივი თვითმმართველობიდან ან საერთოდ არ არის როგორც წესი ესეთ თემებს სამხარეო ადმინისტრაციებს ავალებენ ხოლმე მაგრამ ისინი
გარკვეულწილად შეიძლება დახმარების კუთხით დაუდგნენ გვერდზე, მაგრამ თუ იქ რაღაცა არ კეთდება, იმის ძალაუფლებაც არა აქვთ, რომ თქვა ამაშიც ჩაერივონ და გამოდის ისე, რომ ეს მუნიციპალური განვითარების ფონდი და ეხლა აღმოჩნდა, ხო, ახალი ხელმძღვანელი, ახალი მინისტრი დაინიშნა და მინისტრმა აღნიშნა, რომ ესეთი პროექტები დაახლოებით 75% ამ პროექტების ან არასრულყოფილად არის გაკეთებული, ან ცუდად არის გაკეთებული, ან დაწყებულია და დამთავრებული არ არის და ზოგიერთი აღმოჩნდა, რომ ფული აქვს მიღებული ამასა და დაწყებულიც არ არის. მოკლედ, ძალიან სერიოზული პრობლემა ახლა 250 თუ რაღაცა პროექტი დასახელდა დაახლოებით და მაგის 75% რომ გაჭედილია, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და სერიოზული თემაა და მე მუდმივად ვამბობდი, რომ ეს თუ მუნიციპალიტეტის ქოლგის ქვეშ იქნება, იქ პასუხისგებლობა მეტი იქნება. მოკლედ აქ დააკავეს ხელმძღვანელი წინა კვირას, ამ კვირას უკვე დააკავეს მინისტრის მოადგილე, ის ხელმძღვანელი გამოუშვეს გარკვეული ჩვენება მიცა და მაღალი გირაოთი მე მგონი 300,000 გადაახტევინეს და უკვე ახალი დაიჭირეს, ეხლა ეს 2 დღეა უკვე მინისტრზე ტრიალებს, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ველი და მინისტრის გარშემო მოიღრუბლა სიტუაცია. მოკლედ, არაჯანსაღი სიტუაცია არის ინფრასტრუქტურის და რეგიონების სამინისტროში. უფრო დრო დავაკონკრეტოთ, ესე იგი მე ინფორმაცია მაქვს რაც შენ მომაწოდე და სხვა წყაროებიდან, რომ 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური გახდა და რომელთა ჯამური ღირებულება არის 1 მილიარდ ლარზე მეტი. კი ბატონო. კი. დავაკონკრეტე, იცი რომ ციფრები რომ აყურებელმა იცოდეს ეს რასთან. ხო, ძალიან კარგი რომ ამოგიწერია, ხო მე მაინც ესე ზოგადად ვახსენე ტენდენცია. რა თქმა უნდა. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწილში რა მომავალი ელის ამ მუნიციპალური განვითარების ფონდს. აი მაგალითად მე ახლა ამ კვირას მქონდა გადაცემა და Facebook-ზე, ჩემს Facebook-ზე თუ ვინმე შევა მაყურებელი, ნახავს რომ დაანონსებული ეს გადაცემა დევს YouTube-ზე და აქ მიწერია ტექსტი და ტექსტში პირდაპირ წერ რომ გამოეყო რეგიონული ნაწილი, ასე ვთქვათ, რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისად რეგიონულ ნაწილს წამოყვება ის პროექტები სავარაუდოდ, რომელიც რეგიონებში ხორციელდებოდა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ლოგიკურად აქეთ უნდა იყოს, თუმცა დღემდე არ ვიცი, 7 თვეა გასული, ვერ პოულობ დებულებას, არ არის ოფიციალური საიტი, არ არის აბსოლუტური აქტიურობა 7 თვის განმავლობაში და ჩვენ 1-2 თვე ვიძახეთ, რომ გამოყავით ეს თემა. ჩვენ გადაცემებში შეუულიათ ნახონ თებერვლის და მარტის გადაცემა, ჩემი და გოგავასი, ჩემი და მამალაძის, ჩემი და დავით ზარდიაშვილის და სხვებთან, რომ ვიძახდით, რომ მიხედეთ რეგიონებს, იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გასაგები და ჩამონათვალი გაკეთებული, რა უნდა გააკეთოს ამ სამინისტრომ. რა ნაწილშია რეფორმა საჭირო? დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაციის, უფლებრივი მომენტები, იქ აუცილებლად შემოსავლების და ხარჯების კლასიფიკაცია ახლებურად უნდა გადამუშავდეს, შემავსებელი ტრანსფერის თემაზე უნდა იყოს ძალიან სერიოზული მუშაობა, რეგიონული ეკონომიკის პრინციპები უნდა დაინერგოს, რომ მოხდეს თქვათ პროგრამული მოდელირება, ინკლუზიურ ეკონომიკაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განავითარონ და უამრავი რამ, აი რაც მათ შეიარაღებაზე უნდა იყოს. იქ არის საუბარი ჭკვიანი სპეციალიზაცია, მიკროზონული შესწავლები და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან დიდი თემაა და ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს ახლა მე თქვენთან ნალაპარაკები და გადაცემაში კი არა, მინისტრთანაც ვარ შეხვედრილი. მათივე ინიციატივით იყო ესეთი შეხვედრა 1-3-4 თვის წინ, მაგრამ ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში მოქმედება არ იყოს, გადაწყვეტილებები არ იყოს და ასე შემდეგ, ეს გაუგონარი ამბავია. უკვე მე კი არა, მე მგონი ნებისმიერ ადამიანს გამოიყვანს წყობრიდან ხო მე და თქვენ ვსაუბრობთ ხოლმე ზოგადად ამ ჩვენი ქვეყნის ბედზე, მომავალზე და ეს გამაღიზიანებელია. მით უმეტეს ჩვენ პატარები აღარა ვართ, უკვე ამხელა გზა გავლილი და ზუსტად ვიცი აი იმ სიჩუმეს, აი იმ უმოქმედობას მე რა მოყვება ხოლმე. ამიტომ აბსოლუტურად მოუთმენელია ეს სიტუაცია და
მე რა ვიცი რა შესაძლებლობაც მაქვს თქვენთანაც საუბრობ პირდაპირ ეთერში ტელევიზიაშიც და ხშირ შემთხვევაში სადმე თუ გამოვდივარ ყოველთვის ვიძახი სასწრაფოდ გჭირდება გადაწყვეტილებები, მოქმედებები და ერთადერთი რაც ახლა შეიძლება დადებითად საზოგადოებამ აღიქვას რომ გზნობდნენ რომ იყო რაღაც კორუფციის მომენტები და აი ეს კორუფციის კუთხით წავიდა მოიწყვიან ძალიან სერიოზული შეტევა. ეხლა თქვენ ახსენეთ რომ აი თქვენ სფეროშიო თქვათ ერთი მომენტი არის მნიშვნელოვანი რომ აი მუნიციპალური განვითარების ფონდი და მე ვფიქრობ რომ ეს ყველა რაიონებში, ყველა მუნიციპალიტეტებში უნდა მოხდეს სერიოზული მოკვლევა იმ მასალების, რომელიც უკვე აუდიტმა, კონტროლის პალატამ დადო და მე ვეცნობი ხოლმე შეგადაში. სხვათა შორის მე გარკვეული პერიოდი სულხან მოლაშვილის ხელმძღვანელობის დროს ვიყავი იქ პრეზიდიუმის წევრი, ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასე რომ ჩემთვის არ არის უცხო ეს სისტემა. იქ აუდიტი დებს ძალიან მნიშვნელოვან მასალებს, მაგრამ ეს მასალები შეიძლება გაკეთდეს, დაიდოს და შემდეგი რეაგირება ჭირდება ამას და ბევრი ძალიან მძიმე მასალა სამწუხაროდ გზა არ მიეცა. შეიძლება ესეთ მასალებს მთელი მუნიციპალიტეტების გარშემო თქვა დაიძრას ეს თემაც და ეს კორუფციის მომენტების კვლევა თუ დაპატიმრებები გადავიდეს კიდევ მუნიციპალიტეტებში, მე გეტყვით რომ იგივე სოფლმეურნეობის სამინისტროში უკვე 3 ჯგუფია, 3 სხვადასხვა მიმართულება არის, ასე ვთქვათ, გამოკვლეული, ეს ეხებოდა ჩვენ ვისაუბრეთ ადრე ამ ტექნიკის პროექტს, რომელზეც დაკავებული იყო აგვისტოში ხალხი. ეხლა ამ თვეში დაემატა მას მეცხოველეობა მერძევეობის ხელშეწყობის პროგრამაში ერთი უკვე დაკავებული და 9-ზე აღძრული საქმე და ისინი იკითხებიან და მაგის გარდა აი სამაცივრე და ესეთ მოწყობილობებზე იქაც არის ესე ვთქვათ უკვე რამოდენიმე ადამიანზე აღძრული. მოკლედ იქ ფინანსური პოლიცია მუშაობს, ესე ვთქვათ გეგმა ზომიერად ეს პროცესი მიდის. ნუ ყველა კითხულობს, აი გაჩერდება, გაგრძელდება, აი როდემდე შეიძლება ეს ხო არ გადადის მართლა იმაში რომ ეს მასიურია, ეს ამან უკვე რაღაც სისტემური ხასიათი მიიღო, ან შერჩევითი ხო არ არის თქვათ რაღაცა ჯგუფისთვის ეს დარტყმა ხორციელდება, მეორე ჯგუფისთვის არ ხორციელდება. ხალხი ალაპარაკდა იგივე იმ გადაცემებზე, სხვათა შორის, რომელსაც სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები სთავაზობდნენ და რეალურად აღმოჩნდა, რომ ხან დაარწეს ამ ინფრასტრუქტურის მინისტრს, ხან პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს, ხან სხვებს და ეხლა ესენი ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ხო ამაზე ქონდა საუბარიო. ესე პრემიერი კობახიძე რო დაინიშნა პირველივე დღიდან მე მოუწოდე სხვადასხვა ასე ვთქვათ გადაცემებით თუ სხვადასხვა ფორმატში, რომ მას ქონდა მორალური უფლებაც და უპირატესობაც რომ დაეწყო ეს ანტიკორუფციული ღონისძიებები. მაგრამ ამის პარალელურად მე ყოველთვის თხოვდი, რომ საკადრო პოლიტიკა, ასე ვთქვათ, რეფორმატორული გადაწყვეტილებები, ლიბერალური ეკონომიკური პარადიგმიდან გამოსვლა და ამ პროცესის სწორედ გადატვირთვა. აი ეხლა საზოგადოება შეიძლება იყოს კმაყოფილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, ეს პროცესი ხო უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ეს რეალურად ესეთი საგიჟეთი ხო ამ რეჟიმში. და ჩვენ ეს საზოგადოებას შეიძლება ეს არ ჭირდება იმდენად, რამდენადაც ჭირდება მთავრობის რეფორმატორული პლატფორმა. რეფორმატორულ პლატფორმაში პირველ რიგში მე ვფიქრობ იმ ადამიანების მომავალზე და ხვალინდელ დღეზე ზრუნვას. ეს არის აი ეს ინკლუზიური ეკონომიკა ეგრეთ წოდებული, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ეხლა აი რისთვისაც გვინდა რომ შევიკრიბოთ, მოუწოდოთ და გავაგებინოთ ამ ხალხს, ეს არის იმ ტიპის ეკონომიკური რეფორმა, რომელიც საშუალებას მიცემს მცირე და საშუალო ბიზნესს და აი ამ ფენებს მიეცეთ სტიმულირება, მიეცეთ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პროტექციონიზმი და შექმნან ისეთი ბიზნესი და ისეთი პროდუქცია, რომელსაც ექნება კონკურენტული შესაძლებლობა. კონკურენტული უპირატესობისთვის იბრძოლებს ბაზრისთვის, იბრძოლებს შიდა ბაზარზე ადგილისთვის, ან თქვათ საექსპორტო პროდუქცია შექმნით. ეს ყველაფერი მოითხოვს გარკვეულწილად აი ამ დღევანდელი მოცემულობის სწორედ გადატვირთვას. თუ ესე არ მოხდა, თუ ეს გადაწყვეტილებები არ იქნა
მიღებული ხო მე და თქვენ ვერ მოუწოდებთ ვერავის რო არიქა ეხლა სასწრაფოდ უკან არის დასაბრუნებელი და არიქა მოდით და კი ძალიან გვიჭირს დემოგრაფიულად მორყეული ვართ შეიძლება ითქვას რომ მონგრეულიც თუმცა ვერავის ვერ მოუწოდებ ეხლა რომ შენ მიატოვე იქ შენი შემოსავალი და მოდი აქ რაღაც უნდა დაგახვედრო აი და მაგაზე თამამად ვისაუბრებ მაშინ როცა გარკვეული სადავეები მე თვითონ მეკავება ხელში და მეწოდინება რომ მე ამას ვაკეთებ იმიტომ რომ ამას მოყვება აი ეს ნაბიჯი შემდეგი ნაბიჯი იქნება ეს მეოთხე ის და ჩვენ მოკლე დროში უნდა შევძლოთ აი ამ დღევანდელი ესე ვთქვათ მე თუ ვკითხავთ უმწეო რეალობის შეცვლა ეს უმწეო რეალობა პირველ რიგში ეხება სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში ჩვენს ესე ვთქვათ დღევანდელ შედეგებს და მოქმედებებს ძალიან კარგი. აქ კიდევ მნიშვნელოვანი არის გოჩა რომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრო. თქვენ არაერთხელ გითქვამთ წინა საუბარში და ესე იგი მე როგორც მახსოვს 7 თვეა ეს სამინისტრო შექმნილია და ესე იგი ეთერს მიღმა რომ ვისაუბრეთ ესე იგი მე მგონი სრულყოფილი საიტიც კი არა აქვს. კი ბატონო და პლუს კიდე რახან საიტი არ აქვს მე არ ვიცი ქმედით უნარიანი ხალხი საერთოდ არის ან სამინისტრო რას აკეთებს რას საქმიანობს აი ამაზე რა სიტყვი აი ესეთ სიტუაციაში როდესაც ჩვენ ვამტკიცებთ და ყველას მოუწოდებთ რომ გამოსაყენებელია მუნიციპალური შესაძლებლობები, გამოსაყენებელია ეს რეგიონული გადმოსახედი და ეს პლატფორმა და მიაღწევს ესე ვთქვათ საზოგადოება, მთავრობა თუ პრემიერის გადაწყვეტილება და სამინისტრო იქმნება, ხო? შემდეგ 7 თვე იმის ლოდინი და გაურკვევლობაში ყოფნა რომ სამინისტრო არ გამოვიდეს და არ თქვას რისი გაკეთება უნდა და რა არის მისი მთავარი მიზნები და ამოცანები და ამ მოლოდინში ვიждეთ ხო? ნუ აი აბსოლუტურად მიუღებელია და ჩემთვის მე მაგალითად აი რო იტყვიან ჩემთვის საოცარია მე პრემიერს ადრეც მოუწოდე და აი თუნდაც თქვენი ეთერი თუ ვინმე გვისმენს მინდა უთხრა რომ აუცილებელია თუ როგორი მომენტია იცით რომ თუ ეს ხალხი ვერ მუშაობს ან მზად არ აქვს რაღაცა ისეთი პლატფორმა მაინც უნდა შეიქმნას მსჯელობის მოიწვიონ ადამიანები ერთად გაარკვიონ ეხლა თუ ვიღაცა ეხლა სწავლობს უნდა იცოდნენ რომ არიან ამ ქვეყანაში ადამიანები და არა ერთი და ორი რომლებსაც ეს დიდი ხანია ნასწავლიცაა გადაღეჭილის და თავისი ხედვა აქვს ხო რაღაცა პლატფორმა მაინც შეიქმნას რომ იმსჯელონ ამაზე და თვითონ პრემიერიც უნდა ცდილობდეს რომ ალბათ ძალიან ასე ვთქვათ მოკლე დავალებები და მოკლე პერიოდები მიცეს ამ დავალებებში და ცოტა უფრო მოგეცი დავალება განხილვა მაქვს შევაფასე სიტუაცია მომეწონა შემდეგი მიმართულება მოგეცი რაღაცა ესეთ რეჟიმში უნდა გადავიდეს პროცესი იმიტომ რომ თავისთვის ყოფნა და ეს რა ქვია სამსახურში მისვლა და წამოსვლა ეს არაფერს არ ნიშნავს საზოგადოება უნდა აი ისეთ მდგომარეობაში ვართ ნახე აი ამ კორუფციულმა დარტყმებმაც აი ამ არჩევნების აღიარება არ აღიარებამ აი ამ სოფლიო ცვლილებებმა ისეთ რეჟიმშია ქვეყანა რომ აქ რომელიღაცა უწყებას რო ეძინოს ხო ეს აი წარმოუდგენელია და გაუგებარია მე სოფლმეურნეობის სამინისტროსაც მოუწოდებ ხოლმე რომ ამდენი გაცნობა და ამდენი სიარული ამდენი სეირნობა ამდენი მისალმება ამდენი მოკითხვა და მიკითხვის დრო ნამდვილად არ არის კაცო ამდენი გავერკვევი და ეს გავერკვევი კი არა გადაწყვეტილებებია მისაღები ჩვენ სხვათა შორის მე და სოსო მანჯავიძემ საკმაოდ საინტერესო გადაცემა ჩავწერეთ რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა და ძალიან დიდი ნახვები აქვს ეს ეხება პირველ რიგში აი ამ სურსათის უსაფრთხოების თემატიკას და ძალიან ხშირია ხოლმე კითხვა რომ აი პირდაპირ კითხვა რას ვჭამ და რატო არის ესე ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში პროდუქციის ხარისხი უარესი ვიდრე ვთქვათ სხვა ქვეყნებში რატო არ არის ეს კონტროლი და ნუ მე იქ ავხსენი რომ რეალურად ჩვენ გამოვედით იმ
ძველი გოსტიდან და ძველი ესე ვთქვათ სისტემიდან მოვიდა აქ ბენდუქიძე და ლიბერალური კანონი 2005 წელს არის მიღებული და მთლიანად მოხსნილია ყველა ტიპის ესე ვთქვათ ნორმა, ზედამხედველობა, წარმოებლის ფანტაზიაზე არის დატოვებული ეს ყველაფერი და მომხმარებლის კუჭზე. ევროკავშირს ვერ მიუახლოვდით და მაგ რეჟიმში სადღაც გავჩერდით, იქიდან გამოვედით იმ ძველი იმიდან, სადაც სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები საკმაოდ საინტერესო სტანდარტები აქვს და მათი ძეხვია თუ ყველია, ყველს გავს და ძეხვს გავს და ჩვენ გუშინ იყო თუ გადაცემაში სოსო ხუმრობდა რომ სადღაც კორიდორში გავიჭედეთო. აღარც იქით ვართ, აღარც აქეთ, აღარც ის კანონი შევცვალეთ 2005 წლის დღემდე ითვლება ჩვენი მიდგომები ერთ-ერთ ლიბერალურად და ნუ ეს ქმნის რას იცით რომ ჩვენ ღია გვაქვს კარები ისეთი დაბალი ხარისხის იმპორტისთვის, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ შეუშვან. და ნუ მთლიანობაში ეს დამანგრეველია ერისთვის, მე იქ ხაზი გავუსვი ორ განსაკუთრებულ მიმართულებას, ერთი უნებლობის მომენტია და მან ჭირდება კონტროლი და მეორე არის ნუტრიციული მომენტები. ეს ნუტრიციულიც უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ჩვენ პირად საუბარში ვახსენეთ რაღაც აი ხორცი გადის თითქოსო და ის რაოდენობა შემოდისო, ხო? ნახეთ ჩვენ საუკეთესო ახალგაზრდა მინდორში გაზრდილს თუ საუკეთესო კვებაზე გაზრდილ საქონელს უშვებთ აზერბაიჯანში, ერაყში ექსპორტზე და ვყიდით რომ ესე ვთქვათ ვალუტა შემოვიდეს და ის მოცულობა რო შეივსოს, იგივე საქონლის ხორცი იქნება თუ ღორის ხორცი შემოდის სხვა ქვეყნიდან. სხვა ქვეყნიდან უკვე აბსოლუტურად სულ სხვა სტანდარტია გაყინული, ზოგი იძახის რომ ეს რაღაც სამხედრო ისინი იყო, რა ქვია, მარაგებია გახსნილიო მეც მარაგები და ხო და ნუ მე ამის ნუტრიციულ რატო ამახვილებ ყურადღებას ამის ნუტრიციულ მომენტებს რო ჩაუღრმავდები ხორცში იქნება თუ იგივე ყველს როდესაც ხვნილით ვაკეთებთ ხო აღმოჩნდება რომ ის ვიტამინები და მიკროელემენტები ერთჯერ და ორჯერ კი არა 100ჯერ 200ჯერ 800ჯერ 1000ჯერ აი ესეთი მოცულობით ნაკლებია ხოლმე და ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ფარულ შიმშილს ამიტომ ესეც უმძიმესი თემაა და ამასაც ამ პროცესად ჭირდება გადაწყვეტილებები. ჩვენ იქ ვისაუბრეთ ტექნიკურ რეგლამენტებზე, სხვა შორის 2015 წელს დავიწყეთ ჩვენ ეს ტექნიკური რეგლამენტები და გაგვაჩერეს და ნუ მე რო წამოვედი ჩვენ საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან. რომ იყოს ტექნიკური რეგლამენტი მაგალითად რა უნდა რა არის პური, როგორ უნდა გამოწვეს რა ნორმატივები არის დადგენილი ფქვილის იმის აი ეს დანამატები, საღებავები და 1000 რაღაცას რო ხმარობენ. ანალოგიურად ძეხვი რატო რომ ესე თქვა ჩვენ სამხრეთში პირობითად სომხეთში თუ ჩვენ ჩრდილოეთში პირობითად რუსეთში ან ბელორუსიაში ბევრად უკეთესი ხარისხია. იმიტომ რომ იქ დაცულია სტანდარტი, იმ სტანდარტში ყველაფერი წერია, რამდენი რა შეიძლება იყოს და ჩვენ სტანდარტში არაფერი არ წერია, ჩვენ არა გვაქვს სტანდარტი მაგ ნაწილში. ჩვენ ესე თქვა სანამ წამოვიდოდი მეგობრები უკვე მეუბნებოდნენ რომ სასურველია რომ ესე იგი ძეხვეული არ შეიძინონ ნუ სოსისი ძეხვი და ასე შემდეგ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ ხორცი არის მხოლოდ 1/3 ხო ის ხორციც არის როგორი იცი აი თქვია ქათმის ფარში საიდან რაღაც ანარჩენები იმისი სპეციალური ბრიკეტებით ჩამოსული და ასე შემდეგ იქ რაღაცა ნედლი ხორცის და ხარისხიანი ხორცი აქტიურად არ გვხვდება. მოკლედ, რისი თქმა მინდა იცი რომ აი ესეთ მდგომარეობაში გულხელ დაკრეფილი და ისეთი პოზის დაკავება რომ გეგონება რომელიღაცა სამინისტროს რაღაც აწყობილი სისტემა აქვს და სამსახურში დადიხარ შენ როგორც რაღაც ჩვეულებრივ რაღაც რუტინას არ ქმევ ამას უყველაფერს და გადაწყვეტილებებს არ იღებ და არ ცვლი, ხო? ეს რეალურად აი ესეთ მოცემულობაში არის დანაშაული ჩემის აზრით და ის რომ არ ფიქრობდე როგორ დააბრუნო ხალხი და ამ დააბრუნოში რა ტიპის ესე ვთქვათ დემოგრაფიული სტრატეგია დასაწერი დემოგრაფიული სტრატეგია ეს არ არის მხოლოდ რაღაც შობადობა სიკვდილიანობის შემცირება ან რაღაც რეპროდუქცია და იქ არის სხვადასხვა თავები ხო
ეს არის ერთი დიდი თავი, ჩვენ გვაქვს ეს უსაფრთხოების კონცეფცია გაკეთებული, თუმცა 2016 წელს კვირიკაშვილმა ამას სამოქმედო გეგმა არ დაურთო და მოკლედ გაიჭედა ეს თემა ზუსტად კვირიკაშვილის პრემიერობის დროს. არ ჩაითვალა საჭიროდ და იქ იყო თვითონ არის იქ ერთი ძალიან დიდი თავი, რომელიც ეხება რეგიონებში განვითარებას, სპეციალური ეკონომიკური პროგრამების დაწერას, აი ვენჩერული კაპიტალის მოზიდვას, სახელმწიფოს მიზნობრივ პროტექციონიზმს და ასე შემდეგ, რომ იქ ადგილზე ფოკუსირება მოხდეს ადამიანებისთვის პირობების შექმნა და ეკონომიკის, ვთქვათ, იმ სექტორების წამოწევა, რომელსაც შეუძლია კონდეს ასე ვთქვათ კონკურენტული შესაძლებლობები. ეს ყველაფერი დარჩა ქაღალდზე და ეს ქაღალდზე რაც დევს ეს გასაკეთებელია სულ ყველაფერი რაც გადაწყვეტილებებიც არის მიღებული უკვე ხო ეს ასამოქმედებელია და აქედან გამომდინარე სამინისტროების უმოქმედობა ძალიან გამაღიზიანებელია და ჩემის აზრით თუ უნებად მოუთმენელიც არის ესეთ პირობებში. მე ვიცი რომ შემძანდებოდი ესე იგი ღარიბაშვილი ჯერ დათო კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრი იყავი, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი. ანუ ჯერ ღარიბაშვილი და მერე კვირიკაშვილი. ჯერ ღარიბაშვილი და მერე კვირიკაშვილი, გასაგებია. და დარწმუნებული ვარო ზედმიწევნით კარგად გესმის ეს საკითხი და აი რეგიონალური განვითარების სამინისტროს რო დაუბრუნდე ესე განსაკუთრებულად მაქვს მონიშნული და რატო ნებისმიერი სამინისტრო ეს არის უწყება სადაც არაერთი ადამიანი მუშაობს ესე იგი არის მინისტრი მინისტრის მინიმუმ 2 მოადგილე შემდეგ გაყოფილებები დეპარტამენტები სამინისტროს უნდა ყავდეს ავტოპარკი როგორც მინისტრის სამსახურებრივი მანქანა, ასევე მათი მოადგილეებისთვის შეიძლება დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და არ დაგვაუვისდეს, რომ ხელფასები და პლუს კიდე საპრემიო დანამატები წლის ბოლოს თუ შუა წელიწადში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის კოლოსალური თანხები. ეს აწევს საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტს და 7 თვეა სამინისტრო არ მუშაობს. არ დგება საკითხი, რომ განა გვინდა ეგეთი სამინისტრო, ხო შეიძლება რომ დეპარტამენტებმა შეითავსოს ეს ფუნქციები, თუ ეს საჭირო არ არის, თუ კიდე ესე იგი ეს მორიგი ხელოვნური ბუშტი არის გაბერილი, რომ ყდარისულებით იყოს გაჯერებული და ასე შემდეგ. აი ამას ვინ უნდა მოუაროს, მე არ ვიცი. და მით უმეტეს ხო ნახეთ თვითონ სტრუქტურულად ამ თვითმმართველობის გაძლიერებას ფაქტიურად ემსახურება ახლა ორი უწყება ერთი ცენტრში ვთქვათ რეგიონული განვითარების სამინისტრო უნდა ემსახურებოდეს და რამდენად მნიშვნელოვანია მე ამას ხავს უსვრო რომ მნიშვნელოვანია და შეიძლება უნდა იყოს სამინისტრო ოღონდ რა თქმა უნდა ქმედითი ერთი არის ეს სამინისტრო და მეორე არის ეგრეთ წოდებული სამხარეო ადმინისტრაციები ერქვა ადრე, ეხლა ზოგი გუბერნიებს ეძახის. აი ეს უწყებაც სხვათა შორის 2017 წელს მე იმ სამინისტროდან თხოვეს და უნდა ყოფილიყავი ქვემო ქართლში, რამოდენიმე თვე იყო ეს პროცესი, რომ მე ფაქტიურად ყველას ეგონა რომ ვიყავი უკვე ქვემო ქართლში დანიშნული და რას მოყვა ეს ყველაფერი მოყვა იმას რომ იქიდან გამომდინარე რომ მე ადრე მუშაობდი მუნიციპალიტეტებში და ვიცოდი კარგად და ვიცი მუნიციპალიტეტების სპეციფიკა ამ დროს მუშაობდი რამოდენიმე მაღალ თანამდებობაზე ცენტრალურ ხელისუფლებაში მოკლედ ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანი ბმა როგორ უნდა მომხდარიყო ესე წამახალის ეს რომ აიქნება აი ამ ნაწილში მე მემუშავა და ყოფილიყავი და ნუ რა თქმა უნდა ესეთ დროს უარს ვერავინ ვერ ამბობს და ეს ის მომენტია ხო რომ გუბერნატორად რომ მოგნათლეს იქ რიგ ეთერებში ხო უკვე ესე ვთქვათ გადასწორებელი ფოტოც კი მაქვს ერთ-ერთი ხო რა ძალიან ბევრი იძებნება რომ მე ესე იგი ფაქტიურად არ დანიშნული კაცი მთელ საქართველოში ყველას გონი ვარ რომ უკვე იქ ვარ დანიშნული მაგრამ აქაც ძველი ნაციონალები ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო მაშინ ალავიძე და ის თავს იკლავდა ჩემი კაცი მინდა იქ დაინიშნოს რომ მართალია ეს ალავიძე მალე გააგდეს იქიდან მაგრამ ნუ გოჩა კი ბატონო ესეთი ისინი ესე იგი მე ვიძახდი რომ
არა ვარ არც კაბინეტში ვარ და არც იქა ვარ და ესე მთავდნენ ხოლმე და ზემოთ აწერდნენ რომ ახალი ვიძახდი არა ვარ დანიშნული მაგრამ ნუ ყველას ეგონა რომ ეს უკვე დამთავრებული იყო რა არის ესეთი მომენტები ეს არის რაღაც 2017 წლის ამბავია 2017 წლის ამბავია ხო ეს საერთოდ კვირიკაშვილი ენის ამყოლი ტიპი იყო ვიღაც ენის ამყოლი კი არა ძალიან ადვილად მოერგებოდა ხოლმე ვიღაცის იმერ ვიღაცა რაღაცას თხოვდა ეს ალავიძე ეძახდნენ რომ მისი ნათესავი იყო ეს ინფრასტრუქტურის მინისტრი და ეხლა იმის თხოვნა რომ ვიღაცა თავისი კაცი ყოფილიყო მოკლედ ამან შეაფერხა ეს პროცესი ну ისეთი ადამიანი დანიშნეს იქ რომ საერთოდ ვერც გაიგო იმან სად იყო რა უნდა გაეკეთებინა და როგორ უნდა გაეკეთებინა სამწუხაროდ გუშინაც იყო იგივე იმ ქვემო ქართლში ყოფილი პროკურორი ნაციონალების დროს და გადაცემა გაუკეთეს TV პირველმა და სხვებმა რომ მოძებნეს ხალხი ვინც უჩიოდა და ნუ იყო ერთი ამბავი და წივილკივილი რა არის ახლა პერსონალიებს და ადამიანებს მე არ მიყვები ყველას წარმატებას უსურვებ მაგრამ უბრალოდ ერთი რაც ამ სიტუაციაში არ მაგმაყოფილებს აი რახან თქვენ თქვით რომ რა სტრუქტურებიაო თუ სამინისტროში გარკვეული სტრატეგიები და ხედვები უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონებში გუბერნიებში უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები რომლებსაც აქვთ ეკონომიკური ხედვა სამეურნეო ასე ვთქვათ ხედვა არა ადმინისტრირება არა შეშინება ვთქვათ ვიღაცეების იმიტომ რომ რაღაც პოლიციიდან პროკურატურიდან და უშიშროებიდან ინიშნება ხოლმე იქ ძირითადად ხალხი და სასჯელასრულებიდანაც მოყვანილი ხალხი ამ დროს ის უნდა იყოს ძალიან სერიოზული ეკონომიკური სამეურნეო რგოლი და ის მუშაობდეს დარგობრივ სექტორულ განვითარებაზე მუშაობდეს გარკვეული სისტემების და სტრუქტურების გადაწყობაზე იკვლევდეს შესაძლებლობებს ეკონომიკურს იკვლევდეს მიკროზონულად უნდა ესმოდეთ რას ნიშნავს სიტუაციური ან კონტექსტუალური ანალიზი უნდა იცოდნენ რა არის რესურსული შესაძლებლობების ესე ვთქვათ კვლევაში მნიშვნელოვანი ხაზები რა არის ინკლუზიური ეკონომიკა როგორ უნდა გადაეწყოს უამრავი რამ და უნდა იცოდნენ ცენტრალური ხელისუფლების აწარმოე საქართველოს იქნება თუ დანერგი ამის სპეციფიკა და როგორ წესი ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ხალხი მაინც ორიენტირებულია პროცესის გაკონტროლებაზე და ეს გაკონტროლებაზე მეტად მოკლედ ეხლა ჭირდება ამ სულ ყველაფერს ეკონომიკური ანალიზი, ეკონომიკური შეფასება და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება. აი ეხლა როდესაც თქვენ ახსენებთ რომ ერთი ხელით ესე იგი სამინისტრო ფიქრობს და დუმარე ბერის რეჟიმში არიან, ხმას არ იღებენ და ველოდებით რომ აბა იქნებ ვინმე გამოვიდეს და რაღაცა სიახლე გვითხრას, მეორე ხელით გუბერნიებში არიან ძირითადად ესე ვთქვათ ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ხალხი, შესაბამისად გამოდის რომ მოლოდინიც არ შეიძლება განსაკუთრებული იყოს, ხო, ნუ თან მუნიციპალიტეტებშიც არ ტოვებენ შთაბეჭდილებას, აი დღეს წარდგენილი ხელმძღვანელები და დღეს წარდგენილი ჯგუფები რომ თქვათ ამათ რაღაცის შეცვლა შეუძლიათ, ხლა ხო არის რომ ადამიანს კითხვას დაусმე 2-3-ს მოусმენ და მიხვდები თქვათ მისი ხედვა სად იწყება და სად მთავრდება. მე რაზეც ვსაუბრობ ეს არ არის კეთილმოწყობა მარტო და გზის ასფალტის ტენდერი გამოაცხადე და ასფალტი ვიღაცამ გააკეთა და აქ საუბარია ყველა შესაძლებლობა რესურსული რაც კი არსებობს როგორ უნდა იყოს სწორედ გამოყენებული, ხო? რა არის ეკონომიკა დღეს მე მაქვს აი გარკვეული რაღაცა კონკრეტული შესაძლებლობა და მე ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე მინდა მივიღო მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგი და ვიწყებ იმაზე ფიქს რომ ამ მიწაზე, ამ ტერიტორიაზე, ამ მიკროზონაში რომელი სასოფლო სამეურნეო კულტურა უნდა დავნერგო დავარაიონო ასე ვთქვათ ადრე იყო ესეთი დარაიონების ისინი გახსოვთ თქვენ კომუნისტების დროს ერქვა მეკართოფილეობის მეხახვეობის თუ რაღაცა მეხილეობის ეს ზონები მეტნაკლებად შესწავლილია ამას ჭირდება სწორედ გაანალიზება გადათამაშება უახლოესი ტექნოლოგიებია შემოსატანი
სწორი სტრუქტურები უნდა შეიქმნას ამ სოფელ ადგილებში, არ შეიძლება ესე გათითოკაცებული და გაურკვევლობაში დატოვო ადამიანები. ამას სჭირდება დიდი თეორიული სიღრმისეული ცოდნა და კარგი პრაქტიკული გამოცდილება და ჯგუფი უნდა იყოს ისეთი სერიოზული, რომელიც შეძლებს და აი ამ მოცემულობიდან, ამ რესურსული პოტენციალიდან გამოიყვანს იმას, რასაც ესე ვთქვათ, ის სოფელი, ის თემი თუ ის მუნიციპალიტეტი ელოდება და ახლა როცა ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არა, აი პირველად გაიგო რა არის რეგიონული ეკონომიკა, ვთქვათ, რაღაც მეზოეკონომიკა, რაღაც მიკროპროექტები როგორ დგება, რაღაც მაკრო დონეზე ეს როგორ უნდა დაინახო. იქ თუ რამოდენიმე ადამიანმა ეს არ იცის, ხო? მაშინ რეალურად დაღუპულია ეგ საქმეც და ეგ პროცესიც, იმიტომ რომ იქ მივიდა ადამიანი, რომელიც უბრალოდ იმუშავებს, ეკმევა სამსახური და რაღაცა ფული რო შემოვა, ეს გამოაცხადებს ასფალტის ტენდერს, გამოაცხადებს რაღაც ღობეს გადაღებავს თუ კიდევ სხვა რაღაცას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თუ კეთილდღეობის თუ სამუშაო ადგილების თემა დარჩება ისევ ვიღაცის მოლოდინში და ვიღაცებს როგორ გონიათ, იცით რომ გონია რომ ეს არის მაგის სამუშაო და ამას რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ, ამას გააკეთებს ვიღაცა. ჯერ ძალიან დიდი ხანი გვეგონა რომ ესე იგი ევროპელები თუ ამერიკელები დღე და ღამე ფიქრობდნენ და აქ ეს არასამთავრობო სექტორი რომ აგზავნიდა ხოლმე სხვადასხვა პროგრამას, რომ ეს პროგრამები 24 საათი ფიქრობენ საქართველოს კეთილდღეობა როგორ მოვაწყოთო. ნუ მე მგონი მივედით იმ დასკვნამდე და მივხვდით რომ არავინ ამაზე არ ფიქრობდა, ეს იყო რეალურად ფულის გაწერის თუ ჩამოწერის და კიდევ უფრო უარესი ერთის ხრივ როდესაც ესეთ პროექტებში ფულის ხარჯვა მიდიოდა და ჩამოწერა რეალურად, მე ეს ხალხი ამ ფულით ხელში დომინაციას ეწეოდა სამინისტროებზეც და განათლების სამინისტრო იყოს, ოფისმეურნეობის სამინისტრო თუ გარემო და ის კიდე ამათ თავისთვის, ესე თქვა, თავის მიმართულებით და თავისთვის სასურველ მხარეს ატრიალებინებდნენ თავს და მიდიოდა კიდევ ესე თქვა, აი ორმხრივის. ეხლა მაგალითად იყო ესეთი პროექტი იგივე ამ მერძევეობის და მეცხოველეობის დახმარების და სამინისტროსიც გააჩინეს ეს პროექტი, იქ USAID-ს ჰქონდა. ესენი ერთმანეთთან აუცილებლად კავშირშია. თუ იქ მოხდა რაღაცა, მე დარწმუნებული ვარ, ის პროექტიც უნდა ინახოს სერიოზულად რა კავშირები. ან საერთოდ ვინ კამანდრობს ამ სიტუაციას, ვისგან მოდის ეს ყველაფერი? ესე მარტივად რომ იქ ვიღაცა დაიჭირეს, ესე არ უნდა დამთავრდეს. ამას თელი სიღრმე აქვს და პასუხისგებელი პირები უნდა ყავდეს. მე ერთ-ერთ Facebook-ში ერთ-ერთ სტატიას მივაწერე, როცა ამაზე წავიდა საუბარი, რომ მეც ვიყავი მთავრობის წევრი და ზუსტად შეუძლიათ ჩემი მუშაობის პერიოდიდან დაიწყონ სრულყოფილი ანალიზი გადაწყვეტილებების, მოქმედებების, დავალების, სტრატეგიის შესრულების თუ სტრატეგიაზე მონიტორინგის მზათავარ ამ ანგარიშისთვის, მაგრამ ოღონდ მე შემდეგ მოვითხოვ ყველა დანარჩენი, ესე ვთქვათ, რასაც წლებია ვიძახი, რომ აი რატო გაჩერდა ეს, რატო არ არის, მე დანარჩენსაც მოვთხოვ, რომ რატო გაჩერდა ის პროექტი, რატო არ განხორციელდა ესე, რატო არ განვითარდა ის და ასე შემდეგ. ეხლა აი დანერგე მომავალი ყველა საინტერესებს და ყველა მიცის, ხო? აი როგორ შეიძლება რომ 10 წლის წინ დაწყებული პროექტი, რომელზეც ჰქონდა ბევრი კითხვა და ვიძახდით, რომ ყოველ წელს განვაახლოთო და არაფერი რო არ განახლებულა და ისევ იქ არის გაჭედილი და კაციშვილი ვერ იგებს რამდენი ფულია დახარჯული, რა ტექნიკური გარღვევა მოვახდინეთ, რა პროდუქტებით და რა რაოდენობა გვაქვს, სად გაფუჭდა, სად ვერ გაფუჭდა. აი ამის ანგარიში და ანალიზი რო არ არის, ეს რეალურად უკვე ძალიან სერიოზული გადაცდომაა, როგორც მინიმუმ საქმის, იმიტომ რომ შენ ფული გაქვს ჩაბარებული და შენ სახელმწიფო ფულის გამტარი ხარ, ხარჯავ ამ ფულს და როგორ შედეგი არა გაქვს კაცო, როგორ ვიღაცა შეცდომაში შეიყვანე ფერმერი და იმის მაგივრად რომ ამას რაღაცა ეხეირა, თავის ფულიც მოიტანა და ყველაფერი ერთად გაფუჭდა და ვინ არის დამნაშავე, ამას ვერ დავაბრალებ ამ ფერმერს. თუ მიზნობრივად რაღაც არ გააფუჭა მთლიანობაში, მაინც ეს სისტემური პრობლემაა. სადღაც წყალი იყო პრობლემა სისტემური, სადღაც ნიადაგი არ იყო ისეთი, სადღაც მიკროზონა არ იყო შერჩეული, მთლიანობაში სახელმწიფოს უნდა კონდეს ესე ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული სწორე მიდგომები, ეს უნდა გაკვალიანებდეს
საჭე ამას უკავია ამ პროცესის და ვერავის ვერ დავაბრა, აი ამ მდგომარეობიდანაც ვერ გამოვიყვანეთ ქვეყანა. ეს არის აი ეს ავანტყოფული ლიბერალური მიდგომა, რომ მე შენ მოგცემ რაღაცა ინსტრუმენტს და დანარჩენი კი ისეთი გიტეხი, აი სოფლის მეურნეობაში და რეგიონების განვითარებაში ეს სისტემა ესე არ მუშაობს. აქ სიღრმეებამდე ჩადიან ქვეყნები და აქ მათი მთავრობები იღებენ რაღაც უდიდეს პასუხისგებლობას. და კიდე ერთი აი მუნიციპალურ თანხებზე და დაფინანსებებზე რო ვისაუბროთ, მთელ მსოფლიოში გარკვეული ბალანსია და ითვლიან ამას, ხო, რომ რამდენს ხარჯავს ცენტრალური ხელისუფლება, რამდენს ხარჯავენ თქვათ შტატები და შტატების დაბლა. საქართველოშიც უნიკალური ის არის ამ კუთხით რა. ისეთ ცოტა რამდენსაც ჩვენ ხარჯავთ ამ ნაწილში. მე მგონი არ ხარჯავენ და არსად დედამიწის ზურგზე. თუ რაღაც ახლა ისეთ დიქტატორულ რაღაც რეჟიმებში არ არის თქვათ აფრიკაში ან სადღაც, ხო, ლოგიკურად ევროპულ თუ ამერიკულ ქვეყნებში როგორც წესი ეს არის ხოლმე 30-35% და ზევით, სადღაც 60%-მდეც ადის. ჩვენ სადღაც აი 7-დან 15%-მდე სულ თამაშობთ და ისიც რაღაცები უნდა მიაკუთვნოს. შეიძლება ზოგიერთი ანგარიშით მუნიციპალური განვითარების ფონდსაც აკუთვნებენ ამას ჩვენთან და იმიტომ აცდავთ თქვა 10-12%-ს. ამ დროს ფულს ცენტრიდან ხარჯავენ, უბრალოდ იმათ რომ მოხმარდებათ შეიძლება ვიღაცა მეგ დათვალოს. და იქ არის კიდევ ისეთი სამუშაოებია ნიკა იმ გადასახადებთან დაკავშირებით, ამ შემავსებელ ტრანსპორტთან დაკავშირებით უამრავი ისეთი თემა, რომელზეც უნდა მოდიოდეს კვალიფიციური ხალხი მუნიციპალიტეტის განვითარებაში და იცავდეს მერე თავის პოზიციებს, კონდეს თავისი იდეები, ცენტრს თუ აქვს იდეები და მოდის ცენტრიდანული პოლიტიკა, ადგილზეც უნდა კონდეს იდეები და ამას ქვია ცენტრისკენული პოლიტიკა, რა მჭირდება მე რო აქ მოქმედად ვიმუშაო. აი ძალიან ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი, ეხლა მე და თქვენ საუბრობდით ცოტა ხნის წინ და თქვით რომ აი თქვენ გინდათ აუცილებლად დაბრუნებას და ძალიან სიღრმეებში შესვლა ამ პროცესებში. ჩვენ რაც დრო გადის რეალურად ჩვენი მოხელეების დეკვალიფიკაცია მიდის, იმიტომ რომ მოდიან ხალხი, რომლებსაც არ გონიათ რომ ეს არის გასაკეთებელი საქმე. გონიათ რომ უბრალოდ სამსახურში უნდა იარო და დანარჩენი თავისით კეთდება. და ის კვალიფიკაცია, რომელიც პრაქტიკასთან ადაპტირებულია და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს საქართველოში და ცოცხალი თავით არ იკარებენ ამ პროცესში. ესეც გაუგონარი ამბავია, ხო? ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს და ჩვენს ასე თქვა სხვადასხვა გადაცემებს მუდმივად აქვთ ხოლმე ქვემო წარწერა რომ აი როგორ შეიძლება რომ თქვენ აქ ჩართული არ იყო და იმის ცოდნა რატო არ არის გამოყენებული ამის ცოდნა და როდესაც ადარებენ თქვა იქ შეიძლება 15-20 კაცია რომელიღაცა უწყების ხელმძღვანელი და ამ ადამიანებს ერთად აღებული არა აქვს ცოდნა თქვა როგორიც აქვს ვიღაცა ჩვენს მეგობარ გამოცდილ ადამიანს რომელიც თეორიაშიც და პრაქტიკაშიც გარკვეულია ხო საზოგადოება ამას ხედავს და იძახის ეს ხალხი რატო არ არის ამ პროცესში ჩართული ამ კითხვაზე პასუხი არ არის სამაგიეროდ არიან ჩართული ისეთი ადამიანები რომლებიც ალბათ რაღაცა წრიდან არიან რაღაცა საკუთარი წრია ან არიან ადამიანები რომლებიც ადვილად სამართავია და ასე შემდეგ ნუ აი ეს მოჯადოებული წრე ვერ გავარღვიეთ. რასაც მე 2 წელია პრემიერს ვთხოვ რომ ანტიკორუფციული კუთხით შეუტიეთ. ეხლა ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ეს ხაზი მუშაობს და ანალოგიურად სულ ვიძახდი რომ მიუხედოთ საკადრო პოლიტიკას და მიუხედოთ ისეთი ტიპის სახელმწიფო სამსახური უნდა შეიქმნას, სადაც ადამიანები მოდიან გამორჩეულად საქმის კეთების. აი ადამიანს მე არ მივიღებ პირობითად სამსახურში, თუ მე არ ვიცი მისი შეხედულებები, მისი ჩამოყალიბებული რაღაცა პლატფორმა ამ საკითხზე, თუ რაიმე პროგრამული მოდელი არაა გაკეთებული და მე არ დავწმუნდი რომ ამას ეს შეუძლია, რაში მჭირდება ისე ეს ადამიანი, მე რაღაცების განვითარება და შეცვლა მჭირდება. და ისე ჩვეულებრივად ეხლა მეზობლები მივიღოთ თუ ნაცნობები თუ პარტიის აქტივისტები და ისინი ეს არის რეალურად ქვეყნის ღალატი. ამიტომ თუ მაგ ნაწილსაც ჩვენ სასწრაფოდ გამოვასწორებთ, მაშინ საზოგადოება მეტნაკლებად კიდევ რაღაცას შეხედავს და აცდის. თუ ჩვენ ჩავყევით ეხლა ამ იმიდან და ვერ გამოვიდით ამ კორუფციული. ეხლა
რამოდენიმე კვირის და თვის კი არა, შეიძლება წლების საქმე იყოს დაგროვილი, აქ უკვე იმდენი ხალხი იყოს დასაჭერი. ნამდვილად. აქ მცირე რემარკასავით, ფიცი მწავს და ბოლო მაკვირებს გამონათქვამი რო არის. რაღაცა მსგავსი რამ ხდება, იმიტომ რომ თან ერთგვარად ლუსტრაციის პროცესაც გავს, იმიტომ რომ ნახეთ, ყოველ შემთხვევაში მე ესეთი ინფორმაცია მაქვს, რომ რიგ უწყებებში, დარგობრივში განსაკუთრებით, რაც ჩემი წარმოდგენით უფრო პრობლემურია და მეტი საპასუხისმგებლოა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ინიშნებიან. მე გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობის. ბევრი, როგორც თქვენ ახსენეთ, იყო ყოფილი ძალოვანი და ეხლა ძალოვანებში კი არ მიდიან, მაშინ რა ქვია, დარგობრივ დეპარტამენტებში, ადმინისტრაციულ საქმიანობაზე გადადიან, რაიონებში გადადიან. ეს ის ხალხია, რომელზეც ადრე საქმის წარმოებაც კი იყო და ნუ რიგი მიზეზების გამო შეჩერებული ან გაუქმებული ან დახურულია და რომ არაფერი ვთქვათ, როცა ეს უფრო პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ, მაგრამ ეხლა რატომ მინდა თქვა, რომ ეს კონტექსტშია. მაგალითად, როცა საკრებულოს სია შედგა მუნიციპალური არჩევნების წინ, იქ საკრებულოს სიაში მე ოცნებას გულისხმობ 2-3 ძალიან ისეთი კითხვის ნიშნის ქვეშ პიროვნება იყო, რომ საერთოდ წესი და რიგით ოცნების რიგებში ის ხალხი არ უნდა მოხვედრილიყო და ეს მსგავსება რაღაც ლუსტრაციას. ერთგვარი ლუსტრაციაა, რომ ესე იგი არსებული ხელისუფლება ძველი ხელისუფლების ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს იმიტომ, რომ ადვილად შესრულდეს რაღაც კონკრეტული დავალება თუ დაუშვათ ოპონირებას არ გაუწევენ ელემენტარულად, იმიტომ რომ თანახმანი არიან კიდევ გარკვეული პერიოდის სისტემაში იყოს თუ რა არის, რა კამპანიასთან გვაქვს საერთოდ საქმე, რატო უნდა იყოს. მას კიდე უნდა გავემეორო, ფიცი მწავს და ბოლო მაკვირებს. ერთი ხელით კორუფციაზე ებძვიდა ღარიბაშვილს და მის მინისტრთა კაბინეტს წმენდას უპირებდა, მეორე ხელით კიდე ისეთი ხალხი მოგყავს, რომ კაი დავანებოთ მათ წარსულს, მე არავის არ ვეკიდები, მაგრამ ის ხალხი საერთოდ ამ სისტემებში რატო უნდა იყო? იგივე დარგობრივში. ეს რა? ნუ აი როგორი მომენტია, ეცეთ სულ ვცდილობთ, რომ რაღაცა ესეთი საზოგადოებაში დაპირისპირება არ იყოს და აი ხშირად ბევრ გადაცემაშიც გვისაუბრია ჩვენ აი მე და ჩემი მეგობარი ერეკლე შონია იმას აქვს ეს აღებული ის რომ აი რაღაცნაირად მოვახერხოთ რომ აი საზოგადოება იქნება ისე გავაერთიანოთ არ იყოს დაპირისპირება არ გავყოთ ისეთი და ესეთი და ეს შემაერთებელი იყოს ოღონდ ეს იმუშავებს მაშინ როდესაც იქნება სწორი შეჯიბრობითი პროცესი თუნდაც საკადრო პოლიტიკაში აი თუნდაც სამოხელეო კუთხით რო ავიღოთ ხო ესე იგი მე მაშინ მივიღებ იმ კადრს არ დავიწუნებ პირობითად ვიძახი არ დავიწუნებ თქვათ მისი რაღაც იქ იმუშავა თუ აქ იმუშავა რა თქმა უნდა მიუღებელია თუ იქ სადმე რაღაცა დააშავა და ხალხი უჩივის ეს გასაგებია მაგრამ მაინც მინდა რომ ეს ადამიანები ყველა იყოს საქართველოში ყველა ადამიანის რესურსი იყოს გამოყენებული ოღონდ ის რო თქვათ ვიღაცა ამ შემთხვევაში ნიკა იქნება გოჩა იქნება თუ სხვა აქვს რაღაცა მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება და განსაკუთრებული ცოდნა და შენ მოგყავს ადამიანი რომელიც თავისივე პირველივე რამოდენიმე წინადადებაში იმ ინტერვიუში და იმ ახსნა განმარტებაში ამბობს ისეთ პრიმიტიულ სიბრიყვეს რომელიც მაშინვე გაჩვენებს რომ ის ასე თქვათ გაქანებას როგორც ეკონომიკური ხედვით თუ რაღაც სამეურნეო ხედვით და რო უთხრა რატო არა გაქვს ესო და რო გეტყვის რომ იურისტი ვარო მეო და სამართ ერთმა მაღალმა ხელმძღვანელმა როცა ვერ გაიგო რომ რა თეორიები და რა იყო და როგორ აზე იყო რა ასაწყობი ხო მითხრა მე რომ მეო ბიზნესიდან ვარ მოსულიო რა და თუ ბიზნესიდან ხარ მოსული აქ რა გინდა კაცო აქ რამას ვერ ისწავლი შენ ეს სხვა რაღაცა ბიზნესი სხვა რაღაცა თუ ბიზნესი ხარ ბიზნესში დაბრუნდი ხო ამიტომ ჩემთვის მაინც ამოსავალი არის ხოლმე რომ ადამიანმა ზუსტად იცოდეს სად მიდის რა უნდა და როგორ უნდა გააკეთოს აი ეს უნდა დავნერგოთ და მე არ ვიცი რო უსმენენ ამ იმას ახლა რო დაუძახებ ადამიანს და ეტყვი რომ აი მე შენ მოგიაზრებ ამ იმას შენ გისმენ ახლა რა როგორ და რანაირად და თუ ეს ადამიანები
იმას ყვებიან, რაც მე მესმის და მაინც ნიშნავენ, ხო? მაშინ აქ ცოტა არასერიოზულობასთან გვაქვს საქმე. მაშინ ეს თამასა ჩამოწეულია ბოლომდე ქვემოთ და ეს უკვე მთლიანობაში მთელ სამთავრობო გუნდს ურტყავს. და როდესაც თქვათ ამ სამთავრობო ეკონომიკურ გუნდს შენ დაასახელებ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი და საინტერესო გუნდი და ეს ცალსახად მე ვერ დავეთანხმები ვერავის ამ ნაწილში, რომ ეს ძლიერი და საინტერესო გუნდია და ამის 1000 არგუმენტი მაქვს ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ კატეგორიის ადამიანს დაუმტკიცებ, ხო? ეს უკვე აღარ არის, ესე ვთქვათ, მისაღები. ვერ მივიღებ მე ამას, რომ შენ მე მინდა რომ აი ესენი ვამუშაო, მე მინდა რომ ამას თამასა აუწიო, მე მინდა ამას სხვა დავალება მიცე შენ და ამ დროს შენ მეუბნები რომ ყველაფერი კარგად არის, ძალიან მაგარი გუნდია. მე ვერ ხედავ ამ მაგარ გუნდს. და მაგარი გუნდი რა არის? როდესაც შენს ეკონომიკას ჭირდება ინვესტიცია, ახალი სამუშაო ადგილი, შენ ეკონომიკას ჭირდება სწორი სექტორული განვითარება, აი იმ რაღაცა დარგებში მოდერნიზაცია დავარქვა თუ რა და ამ დროს შენ რომ შეიქმნა შენთვის უსაფრთხოების ბალიში ფინანსური თვალსაზრისით, აი რომ არ მოირყეს მონეტარული პოლიტიკა და შენ რამოდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია მოდის და მერე მთელი ოპოზიცია და მოსახლეობის დიდ ნაწილს ალანძღინებ თავრობას იმის გამო რომ რად გვინდა არაბული ეს არ არის ინვესტიცია და განადა განმარტებებს აკეთებს ხო ოპონენტები ხო ეს უკვე აღარ არის დამაჯერებელი. მიხვდით ხო ისი თქმა მინდა ეს შეიძლება გადამრჩენელია რაღაც მომენტში და შენ ესე გესმის და სწორია, მაგრამ ეს არ არის საამაყო პოზიცია. ეს არ არის ყველაზე პროგრესული პოზიცია. და ეს არ არის ის პოზიცია, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჭირდება. ჩვენ ხო სინგაპურს არ ვაშენებთ. ჩვენ საქართველოს ვაშენებთ, ხო? ჩვენთვის არ არის სულ ერთი, ვთქვათ, დღეს დამჭირდა და გამიჭირდა ეს ნაწილი მივყიდე ამათ. ხვალე გამიჭირდა უკვე რაღაცა არ დამერღვას ეს ბალანსი ექსპორტ-იმპორტის იმაში, ცოტა ვერ ვარ ისე კარგად ამ ხელაზე დამოკიდებული ვარ იმპორტზე და ეს ფული გამდის აქედან, ამიტომ აქ ბრუნვა მჭირდება. ეხლა ამას ეს მივყიდე. ეს არ არის სწორი ფორმა და მე ამ გუნდს წარმატებულს ვერ დავარქმევ, ვინც ესეთ გადაწყვეტილებას უმზადებს პრემიერს. მე ამას ვიძახი. ანალოგიურად ეხება ეს უყველას იმ ძველ კადრებსაც, ხო? შეიძლება მოძებნო იქ მართლა საოცარი კადრები და თქვა რომ ეს გამოვიყენოთ, შეუცვლელია საქართველოა, ხო? აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველა მიცის ადამიანების შესაძლებლობა. ძალიან სერიოზული ხალხი, როდესაც მე ნაცების დროს დავხურე, ასე ვთქვათ, ის და წამოვედი ამ იმიდან 9-ში, 10-ში, 11-ში იყო მცდელობა, რომ აი მოდი რა, აი აქ ვჭირდები და აი აქ ისქენი, მაგრამ ცალსახად არ გადავდგი ის ნაბიჯი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ თქვათ ესენი რაღაცა სხვა გზით მიდიოდნენ და არჩე მე იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ მე იმ გუნდში არ ვიყავი, ამ საზოგადოებაში, საქართველოში, თბილისშიც არიან ხალხი, რომელიც ერთმანეთს გულშემატკივრობენ, რომ მოდი რა, შენ ჭირდები, მოდი იქნება რაღაცა გააკეთო, რატო უნდა იყოს შენ ეხლა ესეთ იმაში. მე სიამოვნებით მოუძებნი ეგეთ ადამიანს, ვინც თუნდაც წინა ხელისუფლებაში იმუშავა და ქმედითი იქნება. ოღონდ არა ისეც, რომელიც უბრალოდ იმიტომ ჭირდებათ, რომ წინა პერიოდში აქვს, ასე ვთქვათ, სახელი შერცხვენილი და ეხლა რასაც მინდა იმას გავაკეთებინებ რა. ეს ხო დღეს წარმატების სახე ვერ იქნება, ხო არ არის ნორმალური, როდესაც ადამიანს დანიშნავ და მას უკან მოსდევს ხალხი, რომ ამან ეს წაგვართვა, ის წაგვართვა, ის გაგვიკეთა, ეს გაგვიკეთა. არ არის სასიამოვნო. ამიტომ როცა რაღაცა ნაბიჯს დგავ ესეთ ტურბულენტურ გარემოში. ეხლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, ხო ჩვენ? ზუსტად. არ შეიძლება ამ დროს რაღაცა ესეთი საკადრო პრობლემები. შეიძლება ის ადამიანები არიან იდეალურები თავის თემაში, თუმცა ის რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ეხლა, ის რაც რეგიონული განვითარების სამინისტროა თუ თქვათ იგივე რეგიონები და მუნიციპალიტეტები, იქ ძალიან ცოტა რეალურად ნამდვილი პროფესიონალები და ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში თქვა ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარი აქვს და წარმატებულად და კარგი სპეციალისტები ითვლებიან, ვერ ჩავთვლი მე დიდ რეგიონალისტებად, ან რეგიონული ეკონომიკის პრინციპების ცოდნეთ და ან რაღაც ვერ მოვთხოვ მათ რაღაც მოდელირებული განვითარების სტრატეგიულ გეგმებს და პროგრამებს. ვერ მოვთხოვ უბრალოდ, იმიტომ რომ იქნება აბსოლუტურად
სისულელი და მე როცა გეუბნებიან რომ იცი რა აი საჭიროა რომ მოდი თანამშრომლებასთან რო ითანამშრომლო ერთ ენაზე ხო უნდა ილაპარაკო ადამიანებთან ხო უნდა რაღაცა ესმოდეს ხო ყველაზე დიდი პლუსი მოხელის არის ის რომ ის არის იმდენად მომზადებული თეორიულად და იმდენად სხარტი გონება აქვს და იმდენად შეუულია კარგად დაიჭიროს აუცილებელი არა აკადემიკოსი გეჯდეს იქან რაღაცა არა ის უნდა იყოს კარგი მოხელე რომელიც სწრაფად იგებს და სწრაფად გაძლევს გზას და მიმართულებას ესე იყენებს ახლა თქვენ გახსოვთ ჩვენს ისტორიაში ყოფილან ისეთი ადამიანები თუნდაც იმ საბჭოთა წარსულში რომლებიც რაღაცი სპეციალისტები შეიძლება არ იყვნენ მაგრამ იმდენად კარგად ესმოდათ ეს მენეჯერული თემები ეს მართვის თემები რომ ზუსტად იცოდნენ ვისთვის რა დავალება მიეცათ როგორ შეემოწმებინათ როგორ აემუშავებინათ და იყო მე იმ საბჭოთა წარსულში ისეთი ისინი რომ აი ამ ადამიანს თქვათ ვერავინ სხვა ვერ შეცვლიდა ის რასაც თქვათ პირობითად სტალინი აკეთებდა ბერია თუ მოლოტოვი თუ ვიღაცა ამას სხვები ვერ აკეთებდნენ იმიტომ რომ ჩამოუყალიბდათ მათ ეს მართვის სწორი მიდგომების და მე უკვე საკადრო ისიც გამოგიმუშავდება თუ ადამიანმა არ იცის ვის რა დავალება მიცეს როგორ მოთხოვოს და როგორ შეაფასოს ესეთი ხელმძღვანელი ნამდვილად დღეს არის უბრალოდ დროის ხარჯვა და ჩვენ ბევრი გვაქვს ნასაუბრები რომ ნამდვილად აღარა გვაქვს გასაფლანგი დრო აი ძალიან საიტნოტში ვართ ჩვენ ვართ ეხლა რეალურად ძალიან საიტნოტში თუ ჩვენ აი ხელებ დაკაპიწებული ყველა დარგში ყველა მიმართულებით არ ვიბრძოლებთ იმისთვის რომ ადამიანები დაბრუნდნენ ადამიანები დამაგრდნენ პროდუქცია შექმნას ქვეყანამ ამხელა იმპორტ დამოკიდებულები არ ვიყოთ საექსპორტო პროდუქციის შესაძლებლობები გვაქვს და ეს გავზადოთ თუ ესე არ წავალთ ხო და ჩვენ იმას დაველოდებით რაღაცა მაინც ბუტაფორიულია შუა კორიდორი კი ფუნქცია კი საინტერესოა მაგრამ ზოგადად მაინც ბუტაფორიული თემაა იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაცები ისე გადაეწყოს და გადალაგდეს რომ შენ დარჩე გაურკვევლობაში და ამიტომ ის რაც შენ გავალი ეს იერარქიულად ჩამოყევი რა ამ სამინისტროს ეს ფუნქცია აქვს ეს სავალია ეს შესაძლებლობა აქვს იერარქიულად ჩამოყევი და ყველა ადამიანმა მიიღოს ის დავალება რაც დასავალებელია და თუ იქნება ეს შუა კორიდორი თუ იქნება ეს სხვა ფუნქციონალური დატვირთვა მაგას რაჯობია მაგრამ იმ რესურსზე იმუშავე რაც შენი ყოველდღიურობაა და სწორედ გამოიყენო მე მაგალითად სულად წარმახარებს რა რომ ჩვენ შუა კორიდორის ისა გვაქვს პრიორიტეტი რა იმიტომ რომ მე ვიცი მის საერთოდ არ მსურს რომ ჩემი ქვეყანა იყოს სატრანზიტო ქვეყანა და გეტყვით რატო იმიტომ რომ სატრანზიტო ქვეყანას იმ პოზიტიურთან ერთად მოყვება ზუსტად იგივე პროცენტის უკიდურესი ეფექტი შლეიფად ეს არის ნარკოტრაფიკი ეს არის ცოცხალი ხალხის გადმოყვანა თან ჩვენ სადმდებარეოთ ყველამ კარგად ვიცით ეს არის ორგანოებით ვაჭრობა და უამრავი კიდე სხვა იმაზე რო არაფერი თქვა ხე იარაღზე და რაღაც ამ დაგვარზე და საერთოდ არ მსურს და მით უმეტეს ამ შუა კორიდორს კიდე ორი ცოტა არჩევისა ალტერნატივა არავინ არ იცის ხოლმე როგორ გადანაწილდება გეოპოლიტიკა და რომელ საერთაშორისო ეს გლობალური მოთამაშეები ნამდვილად არ მხიბლავს მე შუა კორიდორის ისა რა ქვია პრიორიტეტად აყვანა რა ელემენტარულად კარტოფილი ვერ მოყვავს სად გაგონილა ეს გოჩა ეხლა რომ უფრო დავაფოკუსიროთ პოლიტიკურ ნაწილიდან რომ გადმოვიდეთ უფრო დარგობრივზე აქ არის ესეთი შეკითხვა რომ მაგალითად მე უბრალოდ ეხა ციფრებს არ დავასახელებ იმიტომ რომ ზუსტი წყარო არ მაქვს და რო არ გამომივიდეს ჭორაობა მოკლედ იმპორტ-ექსპორტის პროდუქტი საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სალდო არის პლუს-მინუს ერთ და იგივე აქ შემეკითხე ხალხი რომ თუ დაუშვათ ორგანულ პროდუქტამდე გათანაბრებული ქართული ხეხილი პოსტნეულობა ბახჩეულობა იგივე ხორცი რაც მე და თქვენ არაერთხელ გვითქვავს აი ეს დეკეული რაღაც გარკვეულ ასაკამდე და შემდეგ რო აღმოსავლეთ ქვეყნებში გადის აი ეს ექსპორტი როცა ხორციელდება და შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად იგივე პროდუქტს ვანაცვლებთ სხვა ქვეყნებიდან და უკვე ბევრად დაბალი ხარისხის
რატო ხდება ეს? არ შეიძლება, საქართველოს ბაზარი ვერ ითვისებს საქართველოში წარმოებულ აი იმ პროდუქტს, რომ დავუშვათ ჩვენივე ბაზარზე ბოლო-ბოლო ხალხი რო არ დაიწამლოს, ახლა მე ახლა უკავშირდები თქვენ და სოსო მანჯავიძეს, რომ საინტერესო გადაცემა ქონდათ სურსათთან დაკავშირებით. ესე იგი რა გამოდის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქტს, გაგვაქვს, სარგებელს ვნახულობთ, მერე შემოგვაქვს ეს თანხა, მე მარტივად ვამბობ ახლა რა, მაქსიმალურად ვამარტივებ, რომ მაყურებლებს გასაგები იყოს და შემდეგ ამ დაგროვილ n ციფრს ჩვენ მივდივართ და ყიდულობთ ბევრად ნაკლებ ხარისხიან, მაგრამ ჩამონათვალში იგივე ასორტიმენტს. ეს ლოგიკურია, ეს ბაზარი ესე არეგულირებს, თუ შეიძლება ამის დარეგულირება ქვეყანა რომ მოითხოვოს, რომ ჩვენ მიწაზე ნაწარმოები, აგრარული კულტურები გავყიდოთ ჩვენვე ბაზარზე, რომ ცოტა რომ ეს ფული ჩატრიალდეს და ხარისხიც რომ უკეთესი იყოს. თუ ეს ახლა ძალიან უტოპია რამეს ვამბობ. არა, ეს არის აი თავისუფალი ლიბერალური პოლიტიკის ასე ვთქვათ შედეგი, როდესაც მხოლოდ მოთხოვნა მიწოდების რეჟიმში ვართ. აი თავისუფალ მოთხოვნა მიწოდების რეჟიმში არ არის დამზადება, არ არის შეკვეთა, არ არის ასე ვთქვათ რაიმე საფასო პოლიტიკის მაგვარი. ეს არის აი თავისუფალი მოძრაობა. აი პირობითად რო ავიღოთ მაგალითად, დავიწყეთ ჩვენ კარტოფილის ამოღება და საადრეო კარტოფილი ჭირდება რუსეთს, სანამ რუსეთში შევა, ხო? რაც კი საადრეო კარტოფილია უცბად დიდი რაოდენობით გავტყორცნეთ რუსეთში, პირობითად ეს მაისი და ივნისის თვეა, ესე რო ავხსნათ და ივლისის თვეში მაგალითად უკვე ამოვწურეთ ეს, იმიტომ რომ დიდი მოთხოვნა იყო იქით. ამოვწურეთ პირობითად ივლისში არა გვაქვს და ივლისში ჯერ ვერსად ვერ ვიღებთ, თქვათ, ვიღებთ აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში ახალციხე და ეს. აი ივლისის თვეში შეიძლება შემოვარდეს ჩვენი მეზობელი ქვეყნის კარტოფილი. იმიტომ რომ აქ ბუნებრივად დეფიციტი შეიქმნა. ამას არავინ არ ითვლის, ეს არ არის მართვადი სისტემა, ეს არის სუფთა მოთხოვნა მიწოდი, ეს გავარდა იქიდან თავისუფალი მომენტი ნახეს იმპორტიორებმა და ნახეს რომ უკვე დეფიციტი შეიძლება იყოს და ვერ ასწრებს ამოღებას, შემოვიდა მეორე. ანალოგიურად ხორცის ნაწილში, ხო, ნახეთ, აქ ხო ძალიან დიდ მარჟებზეა, მოგების მარჟებზე საუბარი და ეს აქ დამზადებული ხორცი ვიღაცამ რო აქვე იყიდოს მასიურად და შემდეგ გაყიდოს, ხო, და დაადოს ფასი, შეიძლება ძალიან მაღალი იყოს ფასი და შესაბამისად ეს საქონელი ცოცხლად კარგი გადამხდელი მოდის აზერბაიჯანიდან ან ერაყიდან ან სხვა ქვეყნებიდან და ეს კარგი გადამხდელი გადაიხდის ამ საქონელში და გავა ეს საქონელი თქვათ რაღაც ათასობით, ამ დროს იქნება ბუნებრივად დეფიციტი, ხო, უცბად მთელი ზაფხული თუ გაზაფხული თუ მთელი რაღაც პერიოდი ზარდეს, ხო? ამ შემთხვევაში როგორც კი დეფიციტი იგრძნობა, შემოვარდა საიდანღაც ეს გაყინული ხორცი. ანალოგიურად რო ავიღოთ, თქვათ, თუნდაც ატამი რამდენი გვაქვს, ხო, ჩვენ? აი ეს ატამი მოთხოვნადია რუსულ, ბელორუსულ თუ უკრაინულ თუ ყაზახურ სხვა ბაზრებზე და გავარდა ამ ჩრდილოეთის ქვეყნებში ჩვენი ატამი, აქ დეფიციტი როცა შეიქმნება, თურქეთიდან რაღაც მაცივარში დაწყობილი ატამი შემდეგ რამოდენიმე თვის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენ დახლებში და ყველა ის სეზონური პროდუქტი, რომელიც ჩვენთან მოდის, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესე, რომ აი უცბად გატყორცნა ხდება. თუმცა მთლიანობაში იმპორტ-ექსპორტის რეჟიმში ჩვენ მაინც ძალიან დიდ მინუსში ვართ, ჩვენ იმდენს ვერ ვაწარმოებთ. არის კიდევ ესეთი მომენტი, რომ თუნდაც აი ავიღოთ რომელიმე სხვა პროდუქტი, მაგალითად ხახვი, რომელიც ნელ-ნელა ჩანაცვლდა და შიგნით არავის არ უღირს, იმიტომ რომ ხახვი ის პროდუქტია, რომელსაც ვერ გაგაქვერსათ. აი ნახეთ, ისეთი პროდუქტი ცოტა მომგებიანია აქ ფერმერისთვის, რომელიც შეიძლება თქვათ შენ ჩრდილოეთ მეზობელთან გაიტანო. და იმიტომ არის თქვათ საადრეო კარტოფილზე ან თქვათ იქ ატამზე და იმაზე მოთხოვნა. და როდესაც ვერსად ვერ გაგაგ და ეს პოტენციალი არ აქვს ამ პროდუქტს, პირიქით დროთა განმავლობაში კარგავს თავის პოზიციებს, კონკურენციას ვერ უწევს თურქეთს და სხვებს და ნელ-ნელა ხდება მისი
ჩანაცვლება დიდი რაოდენობით. მოკლედ ამ სიტუაციაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს საფასო პოლიტიკა, ჩვენ უნდა გქონდეს პოლიტიკა, რომ ჩვენი მწარმოებელი ამ ჩვენს ქსელში მარტივად შედიოდეს და ვერ შედის მარტივად ჩვენს ქსელებში ჩვენი მწარმოებელი, ამ ჩვენს დიდ მაღაზიებს ურჩევნიათ, რომ იმპორტიორებთან გქონდეთ, ესე ვთქვათ, საქმე და ძალიან ჩამოუყალიბებელია და ძალიან არეულია მთლიანად სისტემა. გოჩა ისიც ვთქვათ რა, რომ ეს დიდი სავაჭრო ქსელები ხო იმპორტიორებთან პირდაპირ არის კავშირში, ბევრი ფლობელია, ბევრი თანაფლობელია და ასე შემდეგ რა. კი, თვითონვე უგებენ იმპულს, თვითონვე აწყობთ ეს სიტუაცია და აი მაგ ნაწილში მე მაგის თქმა მინდა, რომ აი როდესაც ჩემ ფერმერს ეუბნები, რომ აიღე იაფის ესხი ან რაღაცას მოგცემ ამ პროგრამაში ამ ფულს, ეს ფერმერი გეუბნება შენ, რომ იცი რა, მე ბოლომდე მჭირდება წრე შემიკარი, ბოლომდე მიპატრონე და დამილაგე ეს ის, რომ მე რომ რაღაცას მოვიწევ, ამის რეალიზაცია შემეძლოს და აი მაგ ნაწილში სახელმწიფო აქ ბოლომდე ვერ მიყვება, ფეხს ითრევს და იძახის, რომ არა, ეს უკვე შენი საქმეა, ეს უკვე შენი პრობლემაა და ალბათ ყველაზე ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთლიანობაში სახელმწიფომაც, ფერმერმაც, მუნიციპალიტეტმაც ყველამ უნდა თავისი პასუხისგებლობის ესე ვთქვათ არეალი მოხაზოს ამ სიტუაციაში, რომ ჩვენ ბოლომდე გავიდეთ. ის ფერმერიც ხშირ შემთხვევაში როდესაც არის გათითოკაცებული და აქვს ძალიან მცირე მეურნეობა, ის ვერ გაუწევს ვერასოდეს დიდ მეურნეობებს, თუნდაც ჩვენ მეზობლებში კონკურენციას, ამიტომ აქაც მერე პრობლემა ჩდება გაერთიანება, მიწის პარცელაცია, ამ საწყობები, ტექნიკა და ასე შემდეგ. აი უამრავი თემა, რატო ვამახვილებ მე ყურადღებას, რომ მუნიციპალიტეტს უნდა გქონდეს ეკონომიკური აქტორის ფუნქცია და მუნიციპალიტეტებში ესეთი პროტექციონისტული მასტიმულირებელი პროგრამები უნდა იწერებოდეს, იმიტომ რომ მარტო მუნიციპალიტეტმა და სოფელ თემა იცის ყველაზე კარგად იმ პროდუქტმა, რომელსაც მოიყვანს რომელიღაც სოფელში ფერმერები, როგორ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს უკვე აპრობირებულ ბაზარზე შემოსულ პირობითად თურქულ თუ რუსულ თუ ირანულ თუ სხვა პროდუქციას, ხო? ეს სიღრმეები არის დასამუშავებელი აქ, რომ ზუსტად სად იჭედები შენ, იჭედები მიწის პარცელაციაში, იჭედები ტექნოლოგიაში, იჭედები გასარწყავიანების პრობლემაში, აი რა ვერ სვავ ისეთ რენტაბელობას, რომელიც მოგებაზე გაგიყვანს ან კონკურენციაში შეგიყვანს, ესე უნდა იყოს და გჭირდება აუცილებლად სტრუქტურული გადათამაშება ამ სულ ყველაფრის მთელი ამ ციკლის და ჯაჭვის თუ სისტემის ჩამოყალიბება, ესე უნდა წაყვე, ესეთი პრინციპით უნდა ადგენდე, მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ კლასიკური კონკურენტული უპირატესობის სისტემის მექანიზმი ბევრსაა გაკეთებული, არის ესეთი ცნობილი ეკონომისტი პორტერი, სხვები, ეს არის ერთიანი, ესე ვთქვათ, ჯაჭვი კონკურენტული უპირატესობის სისტემის შექმნის, სადაც ყველა იღებს მონაწილეობას. აი ამ პრინციპით უნდა დაიწყო ფიქრი და აზროვნება, რომ გახვიდე შედეგზე. თორე გათითოკაცებული იმ გიორგი სააკაძის იმის არ იყოს, რომ თითო-თითოს რო გადატეხავს და ერთიანობა, ეს ერთიანობა ჭირდება თვითონ დარგს და მიდგომას. ეს ერთიანობა უნდა შექმნას დაწყებული ცენტრალურმა ხელისუფლებამ, დამთავრებული ადგილობრივით, უნდა იყოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა ჩართული, უნდა იყოს სახელმწიფოს ასე ვთქვათ სტრატეგიული ხედვა დაფიქსირებული, უნდა იყოს დარგის სწორი პოლიტიკა და პრიორიტეტები განსაზღვრული და მერე უკვე სტრუქტურაზე გათვლილი ეს კოოპერატივი იქნება, სააქციო, იქ უნდა იყოს ჩაღრმავებული, ყველა პროდუქტის შესაძლებლობა უნდა იყოს სწორედ გაანალიზებული და განსაზღვრული, პროდუქტი რო სწორედ განსაზღვრო, უნდა იცოდე კლიმატური რუკები, ნიადაგობრივი რუკები, წყვის რეჟიმები, რომელი ტექნოლოგია მიუყენო, ასე ვთქვათ, რა იხმარო აქ, რომ პროდუქტი იყოს ჯანსაღი და გემრიელი, იქ უკვე ნუტრიციულ თემებზე უნდა გახვიდე და ამას ვერ ახერხებს ესე გათითოკაცე, ვერც მოახერხებს ვერასოდეს, ხო?
გათითოკაცებული ადამიანისთვის ეს იშვიათად არიან ეხლა ძალიან კარგი მართლა ფერმერები, ძალიან შეყვარებულები თავის საქმეზე, დღენიან და ფიქრობენ, არის ხალხი, რომელიც იძახის, რომ მე ჩემს ატმის ბაღებს ესე უნდა მოუარო, ადგენს რაღაც ტექნოლოგიური მას პირობითად არა ქიმიით უნდა წამლო მუდმივად, არა, ბევრია ისეთი, რომ მოდი როგორ შეუნარჩუნო ამას ჯანმრთელობა, ისეთი იმით შევიდე პრეპარატებით, რომელიც მდგრადობას მიცემს, ამას და არ დაჭირდება 12 ჯერ შეწამლა. აი 1000-ნაირად არის ადამიანები, ხალხი ფიქრობს. თუმცა, როდესაც ამ ადამიანს 1 ჰექტარი აქვს და არა რაღაც კრიტიკულ მასას ქმნის, მაინც უჭირს მე, იმიტომ იმ 1 და 2 გექტრისთვის ტრაქტორის და 1000 და საწყობის დაქირავება უკვე მის რენტაბელობის დონეს ამცირებს. ამიტომ ვიძახი რა, რომ აი დიდი გლობალური მასში უნდა შეხედოთ. ამაზე უნდა მუდმივად იმართებოდეს შეხვედრაც, თათბირიც, ზუსტი დიაგნოზი დასვა, პრაქტიკოსები ალაპარაკოს სადვინ როგორ იჭედება, მერე შენი ფიქრო რა ეკონომიკური მექანიზმებით შეიძლება ამის გამოსწორება და ესე გულხელდაკრეფილი როზის ხალხი და მინისტრები დადიან და ვიღაცებს ესალმებიან ხელსართმევი და აბა როგორ ახარ და კარგად ავარ თუ ისინიც რო ეთქვიან და სუფრას გაშლიან და კარგად იყავი და ერთმანეთს ადღეგრძელებენ, ამით არაფერი არ გამოვა. მე ისეთი შტაბ-ეშტილება მრჩება, რომ თითქოს კაბინეტში უკიდიათ ესეთი კედელზე ფორმატი და ხა მე და თქვენ ვიცით რას ნიშნავს გალაჩკა რა, ეს გალაჩკებს ვავენ რა, შევხვდი, ვივახშმე, მაშინ რა ქვია, მივლინებაში ვიყავი და ასე შემდეგ რა. ხო, ეს ყველაზე მახინჯი ფორმაა, ეგრო ზუსტად, აბა რა მაქვს დღეს და ამ დროს იმაზე უნდა იფიქრო, რომ აი ეს მიზანი და ამოცანა როა ჩემ სტრატეგიაში გაწერილი, ხო? ეს დავალება ვის მივეცი მე, რომ აი ეს შემისწავლე, აი ამ სიღრმეში შედი ერთი გამარკვი ეს როგორ გავაკეთო, აი ამის შემდეგ რა ხდება, მე რა უნდა მოხდეს და ესეთი პრინციპით იყო მან ესე ვთქვათ სამუშაო დაწყებული და რატო არ გაგძელდა, ვერ გაგძელდა თუ რატო გაიჭედა ეს უყოლაფერი. საკითხავი ეს არის. ეხლა აი მარტივ მაგალითს გეტყვი, რომ მე არ მიყვარს რაღაც ზოგადი ლაპარაკი, საძოვრების თემაზე დავიწყეთ ძალიან სერიოზული მუშაობა, ხო? ამ საძოვრების თემაზე რომ დავიწყეთ მუშაობა, დაწყებული საერთაშორისო იმით მიღებული ელექტრონული მწყემსი, როცა დენის იმითია გაკეთებული მონაცვლეობის პრინციპი, ჯერ მართვის ნაწილში თუ კი რამე არსებობს ეს უნდა გავიაროთ და პროგრამაში ავსახოთ. მერე უნდა ავსახოთ მწვანე მასის მოვლის ნაწილში თუ კი რაიმე გამოცდილება და ეს დამატებითი დარგვის თუ შეთესვის თუ ერთმანეთთან შეთავსება სხვადასხვა ბალახის და ასე შემდეგ. მერე შემდეგი ეტაპი არის ბალახის კალორიულობის და სიღრმეების განსაზღვრა. საბოლოო ჯამში სად მოხდა დეგრადირება, სად ფუჭდება ეს ზამთრის საძოვრები და როგორ უნდა უშველო. მოკლედ, ბევრი მიმართულება და ბევრი ხაზი აქვს ამას უყოლაფერს. აი ერთ მაგალითს გეტყვით კიდე, ხო და ეს უყოლაფერი ზოგადად იძახიან რომ საძოვრების პროგრამა, მე მითხრეს რომ საძოვრების პროგრამა გვაქვს, რომელმაც ეს უყოლაფერი, ეს სხვადასხვა ფაზა გავიარე და მე ვიღაცამ უთხრა ერთი სამოდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კომიტეტზე ვიღაცამ უთხრა რომ ჩუმად ჩაჩურჩულა რომ ესო იმის დაწყებულიაო, იმის გაკეთებულიაო, ახალი თანამშრომელი იყო და გაჩუმდა ის საერთოდ. უთხრა მე მაცნობ ზოგად ჭრილში ამას, რომელიც აი ესეთ სიღრმეებშია მისული, ხო? შაშანწინ მოხდა ესეთი საოცარი რაღაც, ესე იგი თევზის განვითარების, თევზის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელიც 2014 წელს გამზადებული პარლამენტში მოსმენაზე ჰქონდა და ყველას მოეწონა ძალიან. მერე შემდეგი ეტაპი გავიარეთ ტბების და წყალსაცავების და მდინარეების კვლევა. შემდეგი ეტაპი იყო ამ თევზის ვეტერინარული დაავადებების კვლევა და სპეციფიკები. შემდეგი ეტაპი იყო ამ თევზის კვების სხვადასხვა მიმართულების ის და ეს ხო გავიარე და ესეთ ფორმით დარჩა იქ პროგრამა. გადის შემდეგ რამოდენიმე წელი და შაშან წინ იმ 14 წელს გაკეთებულ პროგრამას, რომელსაც მეც ხელმძღვანელობდი, იგივე ადამიანი, ვინც იქ ამ თემაზე მუშაობდა, იმას გამოატანინეს ხელახლა. ოღონდ ის პირველი საფეხური გამოატანინეს, თევზები, ჯიშები და ის კვლევებიც კი არ იყო, თქვათ, რაც მას მოვაყოლე. მე ვთქვი, თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ, კაცო, ერთი და იგივე წრეზე დადიხართ?
კიდე კარგი რომ გაგახსენდათ, ვაფშე თევზი ეგეც კარგია მეთქვი რომ გაგვახსენდა და ამაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ის რაც 7-8 წლის წინ უკვე გამზადებული იყო, ის მაინც გამოიტანეთ რომ ამაზე მიმსჯელოთ. და ვინც მახლდა იქ ესენი მოკვდნენ სიცილით ეხლა რომ ესენი ვაფშე სად არიან რას აკეთებენ. მაშინვე დამეთანხმას უყოლა რომ კი ბატონო გოჩა კი გააშიდის რომ გავიტანეთ ხო აი ეგ არის ხო. რამე ხო არ მეშლება მეთქი სხვა რაღაცაზე ხო არ ვლაპარაკობ. ეს როგორი რისი ხაზგასმა მინდა იცი რომ თუ ყველა სამინისტროში განვითარებაზე ხვალინდელ დღეზე მომავალზე არ იქნება გაწერილი და კარგად შენიშნეთ თქვენ რომ გალაჭკისთვის კი არა რომ მე აქ მუშაობ პასუხისგებლობის მომენტი იყოს რომ აი მე ამ ერთ თვეში ამ ერთ კვირა რა გავაკეთე რა დავალება მქონდა როგორ წავწი მე წავიდა ნიკა მოვიდა ვაჟა წავიდა ვაჟა მოვიდა გოჩა წავიდა გოჩა მოვიდა დავითი და ამ რეჟიმში ეს ხაზი არ უნდა დაიკარგოს ნიკა რასაც აკეთებდა მის შემდეგ მორბედმა ეს უნდა გაია თუ ვერ იგებს ხო დაღუპულია საქმე მაშინ ეს რატო დანიშნეთ კაცო ნიკას მაგივრა თუ ეს ვერ იგებს ეხლა ამას უნდა ერთი წელი ვასწავლო მე რო გაიგოს აი ამ უბედურებაში ტრიალებთ მოკლედ ეს ყველაზე დიდი რამ რაც მე კი არა ყველას აწუხებს მიწები ახსენე და ეხლა მიწებთან მაგ მეორე კითხვა ესე იგი ეს ეხება ქართლს და კახეთს ანუ ინსაიდერები იქიდანაც არიან და აქედანაც როგორც აქაური ემიგრანტები ვისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ საქართველოში და საქართველოდანაც მომწერეს ესე იგი ჩვენ კარგად გვახსოვს რომ იყო ესეთი გოსპლანი ახსენე კიდეც ჩვენ გოსპლანეს როგორც საბჭოთა კავშირის გადმონაშთს ვეძახდი და რაღაც მანკიერ იმას რა ქვია მანკიერ ნაწილს იმ დიდი საბჭოთა სისტემისა მაგრამ ხო ფაქტია რომ დაგეგმარების გარეშე არ გამოვალთ რასაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ გატანა იმპორტი ექსპორტის თანაფარდობა რო იყოს და ასე შემდეგ და ეხლა უბრუნდებით მიწას ესე იგი ქართლში როცა მე კარგად მახსოვს ჩვენ ერთი თაობა ვართ რომ ქართლი იყო დამზადება იყო უდიდესი მთელი დამზადების ესე ერქვა დამზადების წარმოებები იყო ცალკე მსხალი წვენები კამპოთები ხილფაფები და ასე შემდეგ მე 92-93-ში სამტრესტის ლოგოთი მახსოვს ინგლისურენოვანი ეტიკეტები ქონდა გადიოდა საექსპორტოდ კაკლის მორაბა და ჯემი მე მგონი ლეღვის ჯემი იყო საუკეთესო იყო რა სახში ხანდახან დედაჩემი აღარც აკეთებდა ხოლმე რა დამზადება რო იყო ხო მიცის რო ემზადებოდი ზამთრისთვის იმდანად გემრიელი და ხარისხიანი იყო და ეხლა აი დღეს 20-25 საუკუნეა ხალხი იცი რას ფიქრობს ეხლა ეს მიწა რო ავიღო და დავუშვათ მოვაშენო საუნა გავყიდო ან შესყიდვის ფასი რა არისო და ეხლა კახეთის მაგალითს გეტყვი კახეთში მეორე რაღაც მითხრეს რომ ყველაზე ნაყოფიერი მიწები ეს უფრო თბილისთან ახლო კახეთს, ანუ გარე კახეთს ეძახოდა, მაგრამ რახან გარე კახეთზეა ლაპარაკი, ესე იგი სხვა დანარჩენ კახეთზეც იგივე ხდება. აქტუალური მიწებს რო ნაყოლებენ, რომელიც შეიძლება რომ გაიყიდოს და დაინტერესებულ შემთხვევაში პიროვნებამ შეიძინოს, ხო? ყველა არის დაბევებული. ანუ გაყიდული. და მე რო ირკვევიან გვარებით რო ნახულობენ, ხშირ შემთხვევაში 3-4 პირი არის მითითებული, ხვდები? და არის კიდე მეორე და მესამე ხარისხოვანი მიწის ნაკვეთები, რომელსაც ნუ უხარისხო მიწებს ეძახიან რა, ანუ სადაც დავუშვათ დათესვა მოყვანის ციკლი შენელებულია, იმიტომ მიწა არის უხარისხო ან ქვაღორღიანია და ასე შემდეგ და. ეხლა მე რა მაინტერესებს ეხლა რა ეშველება ამ ქართლის ვინც წავიდა და ფული ჩადოდა მსხალი და ატამი მოიყვანა და შემდეგ კახეთზეც რო მითხრა არ შეიძლება რომ ამის რევიზია მოხდეს რომ 3-4 პირის ხელში არ იყოს დავუშვათ დიდი რეგიონში ყველაზე ნაყოფიერი მიწები თან პლუს კიდე ამას რომელიც რიგ შემთხვევაში არც დამუშავდება უბრალოდ დაკონსერვებულია ო კარგი საინტერესო კითხვებია ნუ პირველი კითხვა რომელიც ეხება დამზადებას და სახელმწიფოს როლს ზუსტად მაგას ვსაუბრობ მე რომ ნახეთ ყველა ჯერ ეგერთი თავიდან ბოლომდე ყველა ქვეყანა ზუსტად ითვლის, ზუსტად გეგმავს, ზუსტი ციფრები აქვს და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ხედავს, რომ შეიძლება იყოს ჭარბი პროდუქცია, ზოგიერთი ფერმერი იღებს ფულს იმაში, რომ ამ წელს თქვა დაასვენოს ეს მიწა, წარმოგიდგენიათ, როგორი დონის დაგეგმილია და
დათვლილია ეს ყველაფერი. მერე გამორიცხულია, რომ ამ სიტუაციაში ეს ევროკავშირის იქნება თუ ნებისმიერი ქვეყნის, აი მაგალითად პოლონეთი როგორ გულშემატკივრობს უკრაინას, მაგრამ როგორც კი უკრაინიდან რაღაცა პროდუქციის გამოტყორცნა მოხდა, ეს ხორბალი იყო თუ ვაშლი იყო თუ სხვა რაღაცა, მაშინვე ჩაკეტეს და გამოსვლები იყო და რაღაც სადაც უნდა იქ წაიღონ, კაც როგორც მე არ დამირღვიონ აქ შიდა ბალანსი, ხო? ანალოგიურად ეხლა ჩვენ გვიწერია ევროკავშირისთან ამ ღრმა და ყოვლისმოცილ ხელშეკრულებაში, რომ ჩვენ არა გვაქვს ბევრ რაღაცაში, ესე ვთქვათ, კვოტა ან აკრძალვა, თუმცა ჩვენს ხელშეკრულებაში წერია, რომ როგორც კი ჩვენ რომელიღაცა მიმართულებით შევქმნით ისეთ კრიტიკულ მასას პროდუქციის და მოგვინდება ამის შეტანა და ამ დროს ევროკავშირში ჩვენ დავაზიანებთ რომელიმე ქვეყანას, ვისაც ამისთვის განსაზღვრული კვოტა აქვს, ხო? ჩვენ მაშინვე შეგვიმცირებენ იმას, ან აგვიგზალავენ, ეს უფლება დატოვებული აქვს. ესე იგი, ისინი იცავენ ამ ბაზას და იცით თქვენ აღმოსავლეთ ევროპას ნელ-ნელა ბულგარეთს და რუმინეთს და იმას როგორ წაართვეს ძალიან ბევრი კულტურა, იმიტომ რომ ის მოყავდათ თქვათ საფრანგეთში, ესპანეთს თუ იტალიას და სხვას, ხო? ესე იგი, მე იმის თქმა მინდა, რომ ის დაგეგმარება ის საგეგმო კომიტეტი ეგრეთ წოდებული, რომელმაც იცოდა ზუსტად ვის, რამდენი, როგორ, რანაირი, ნახეთ რა არის აქ ყველაზე მთავარი, თქვენ უნდა ადამიანებს უთხრათ, რომ მე დამიმზადე ეს უყველაფერი აი ამდენი, დანარჩენი მე ვიცი. ეს აბა ფერმერს რო ეტყვი შე რომ მარკეტინგში გაერკვე და კლიენტი მონახე და ბაზარზე იფიქრე და რაღაც ამ ფერმერმა რა ერთი გააკეთოს, მეორე, მესამე თუ მეოთხე. არა მაგის საქმე, როგორ შეიძლება მაგან იცოდეს მაგდენი რაღაც. შენთვის მნიშვნელოვანია ფერმერს მიცე დაკვეთა. ოღონდ ამ ფერმერს უნდა მოუწესრიგო შენ აი ეს სტრუქტურა რა ორგანიზაციით აკეთებს, ის მიწის თემატიკა, ის მიწის რაოდენობა, იმიტომ რომ ოპტიმალურზე უნდა მიიყვანო. ყველა ცდილობს ამას. აღმოსავლეთ ევროპაში იყო ეს პრობლემები მიწის პარცელაციის, მაგრამ მთელი არ გაჩერდნენ, სანამ ეს რაღაც კონდიციამდე არ მიიყვანეს. აი სულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ შეერთების, წახალისების. რატო? იმიტომ რომ მე რო კონკურენციაში შევიდე თურქეთთან, მაგალითად იგივე ხახვის მეურნეობაში, მე დაახლოებით 130-150 გექტარი მუდმივად უნდა მქონდეს ხახვის ფართობი, რომ მე ჩემი საწყობებით, ჩემი ტექნიკი და ეს ყველაფერი ეს ხარჯი და ჩემი მუშაობა იყოს რენტაბელური. როცა მე ესე რენტაბელურ მოდელს ამიწყობ, ხო, მე როგორც სახელმწიფო დამიკვეთე და მეწოდინება მე რომ მე ვიღებ გექტარზე 30, 40 თუ 45 ტონას და აი ეს არის საფასო პოლიტიკა. მე შემიძლია ეს ჩავაბარო აი ამ ფასად, გარანტირებულად ვიღებ მოგებას და სახელმწიფოც შემოდის ამ პროცესში როგორც მარეგულირებელი. ჩვენ ეს მეთოდი არ ავირჩიეთ, იმიტომ რომ თვითონ პატარა ბაზარია, სადვდიო ეს და გახსოვთ ბენდუქიძე აქ ზეებს ამბობდა რომ არგენტინიდან მოვიტან ვაშლს, სულ არ მაინტერესებს გორის ვაშლი, არ არის ეს ის. აი ამ მოძრაობაში, თლიანობაში დამახინჯდა ეს პროცესი. და ეხლა არის უბრალოდ როგორი მომენტი, იცი რომ სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს, აი ვიღაცა მარიფათიანი კაცი, აი მაგალითად იმეს კულას 1-3-4 ქარხანა გახსნილი და მახსოვს მე და პირველი ქარხანა ქალები იჯდნენ იქ და რო აგროვებდნენ ამ სხვადასხვა ხილს და ზოგი ხელით ჭრიდა ნელ-ნელა სხვადასხვა საწარმო გააკეთა მოძებნა სადღაც კლიენტი იცოდა ამ ხილფაფების ასე ვთქვათ ხარისხის შექმნაც და ბაზრის წარმოდგენილი ნიუ-იორკში ხო ბაზრის მოძებნაც და მოკლედ ამ ვანომ ივარგა ამ ნაწილში ბევრი ადამიანი დაასაქმა, მაგრამ ისეთ წყობ სისტემას ეხლა ვერ შექმნის ვანო ეხლა მთელი იმის რა ქვია კასპიის და გორის და ქარელის რაიონის მეხილეების ის ვერ იქნება, ხო? ნახეთ ერთი ესეთი შემთხვევა იყო. ადამიანი ჩამოვიდა რუსეთიდან, ქონდა რაღაც ფული, ნახა ეს დანერგენ მომავალი და ეს ყველაფერი რომ რა კარგიაო, მე თქვა ეხლა მამის მოვლის ის არო და მაცივარს გავაკეთებო მეო და გააკეთა ჩადო ფული და გააკეთა ეს მაცივარი. ძალიან კარგ ადგილას გორთან ახლოს, ხო? და მეორე თუ მესამე წელს მითხრა რომ იქნება აი გოჩასთან მინდა კონსულტაციაო და რაც უნდა ეთქვა წინასწარ უთხარი მე ის რომ თქვენ აქ რო დაინახეთ სახელმწიფო პროგრამა ფული ჩადე თამამად, გეგონა რომ ეს დავარცხნელი სიტუაცია იყო და აღმოჩნდა რომ შენ გაკ მოსაძებნი ეს ხალხი და ხილი რომ ოღონდ ჩემ მაცივარში შემოიტანო.
ვიღაცები მივიდოდნენ, იკითხავდნენ, აბა რა ფასებში, როგორ ჩაიბარებ, რა ფული გაქვს, პირდაპირ მოგცე თუ გვინახავ თუ რაღაც, წავიდოდნენ. მოკლედ ორი წელი ამ კაცმა იკატავა და იძახდა, ოღონდ მომაცილე თუ ეს თავიდანო, ეს რა ყოფილაო აქო. ესე იგი, აღმოჩნდა, რომ არავინ არ ითulis რამდენია მაცივარი, რამდენია მოსავალი, ვინსად უნდა მიიტანოს. აქაც არის აი ეს ჭიჭიდაობის იმაზე რეჟიმში და რეალურად თავისი ფულიც გადააგდო და სახელმწიფო ფულმაც ვერ ნახა ეფექტი. ამ დროს სწორედ დაგეგმილი პროცესი, ერთმანეთზე სწორედ მიბმული პროცესი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მომგებიანი იქნება. აი ამაზეა გადასასვლელი და მე მესმის ახლა ადამიანების რომ რაღაცა მოვიყვანო და მე სად წავიღო. სად უნდა წავიღო ჯერ ერთი ამ ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელს არ გვინდა ველაპარაკოთ, არანაირი ის არ გვაქვს. გასაგებია რომ დიპლომატია და ის ვერ გვექნება სანამ არ მოწესრიგება. ხოჩა ონიშენკოს მოვლენა ხო იცი არ გამქრალა. ყოველთვის შეიძლება ვიღაც ახალი ონიშენკო გამოჩნდეს. აი რაღაცა დაიძაბოს და ორჩა. კი, რა თქმა უნდა. ხო და რამოდენიმე სტრატეგიაში უნდა კონდეს რამოდენიმე იარაღი. იქითაც უნდა ცდილობდე გაიტანო, აქაც შიგნითაც უნდა კონდეს ეს დალაგებული და ჩვენი შესაძლებლობის ქვეყანა აქ საერთოდ 1 კილო ხილს არ უნდა უშვებდეს იმას, რაც ჩვენთან შეიძლება მოვიდეს. ხო? წესით ისე უნდა ავაწყოთ და აი ესე რომ მე გავაკეთე ამას ფული მივეცი, იმასაც უთხარი დანერგიაში მიიღე მონაწილეობა, აი რატო უსვავ ხაზს რომ ამ 10 წლის განმავლობაში ეს პროცესი უნდა ძალიან სიღრმისეულად შეფასდეს, სად იჭედება ეს ყველაფერი. და როცა ამას ვერ ვხედავ რომ ამაზე მიდის მსჯელობა რომ აი მისთან ადამიანებს პასუხი გაცენ, სად იჭედება, სად არის შენი ფუნქცია და როდის განვითარდები და ამ დროს უბრალოდ ყოველდღიურობით არიან დაკავებული და ეს გონიათ საქმე და არა ეს აი ამის ამ გაფუჭებული საქმის გამოსწორება ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ზიანი. ეხლა გადავიდეთ კახეთი და მიწები. საბჭოხაროდ, როდესაც 90-იან წლებში მოხდა რეფორმა, მაშინდელმა მეურნეობაში მომუშავე ხალხმა და გამგეობებთან ახლოს ყოფმა ხალხმა მიიღეს გაცილებით მეწი მიწები ვიდრე სხვა დანარჩენებმა და ამას შეიძლება რაღაცა ლოგიკური ახსნა ქონდა, რომელიღაცა მეურნეობის დირექტორი შეიძლება ცოცხალიც არ არის, იმის შვილს დარჩა, იმან ან ვიღაცა კანცელარიაში მუშაობდა და იმან მოითხოვა. მე მაგალითად სამინისტროში როცა ვიყავი, მაშინ გავიგე ძალიან ბევრი ადამიანი არც ვიცოდი იმას ქონდა, ამას ქონდა, ძალიან ბევრი ისეთ ადამიანს ქონდა სხვადასხვა ადგილებში მიწები და არც თუ ცოტა. ეს 96-17 წელს, როდესაც მოხდა იჯარებით გაცემა და მაშინ მეურნეობა დაიშალა და იჯარებით გაიცა, აი როდესაც 2003-ში მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, მაშინ ბენდუქიძის ინიციატივა იყო, რომ ვისაც იჯარები ქონდა, მათთვის მიეცა პირველი მყიდველის უფლება და ყველა ის იჯარაზე გაცემული მიწები გახდა მათი საკუთრება. იყო პერიოდი აღებული 1000 ლარად არის ყველა ნაყიდი და ზოგიერთი 500 ლარადაც არის ნაყიდი, იყო რაღაც მოკლე მონაკვეთი, ვინც შეიტანდა მაშინვე ფულს. ის 500 ლარად გამოისყიდი და აი დღეს რო 10, 15, 20,000 დოლარი ღირს მიწები, ის ძირითადად არის 500 და 1000 ლარად ნაყიდი. და უპირატესობა მიიღეს კიდევ ერთხელ ვიძახი მაშინ, როდესაც 95, 16, 17 წლებში აი იმ საიჯარო რეფორმა რო იყო, მაშინ გაიფორმეს როგორც იჯარები. ეხლა ამ სიტუაციას, როდესაც საკუთრება უკვე ვიღაცის, ხო? მე არ ვიცი ეხლა სამართლებრივად ვინმეს თუ მოედავება, რომ არასწორად მიიღე, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ მოიფიქრა ეს მექანიზმი და სახელმწიფომ თავისი მოქმედებით ეს ყველაფერი გაუმაგრა იმ ხალხს. იჯარა სახელმწიფომ გაცა, საკუთრება მეორე მთავრობამ გაცა, ეს ადამიანი არის დღეს საკუთრების და მეპატრონია ამისი. ერთადერთი მექანიზმი ამ შემთხვევაში ან ჩამორთმევის, ან პრობლემის შექმნის არის ის, რომ თუ არ ხმარობს, არის ის, რომ შეიძლება თქვათ მიღებული იქნას პირობები, რა უნდა მოგცეს, როგორ დაიტვირთოს ეს მიწები, თუ ვიღაცა არ იყენებს 1 წელი, 2 წელი, მერე შეიძლება ჯერ ჯარიმებზე გადაიყვანო და მერე ჩამოართვა და დაუბრუნო სახელმწიფოს. არის ესეთი
მომენტებიც თქვათ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნები ამას, მაგრამ როგორც კი მან დააბიჯებ ის მე რაღაცას მაინც ალბათ გააკეთეს. მოკლედ ესე მარტივად დამთმობი ამ მიწების მე მგონი არავინ არ არის, იმიტომ რომ ხო გეუბნებით მაგას ხსნი ახლა რომ თავის დროზე იმ პერიოდში სახელმწიფომ ჯერ ამ ნაწილში გაუპრავა ასე ვთქვათ, მე იმ ნაწილში როდესაც საკუთრება გახდა, ეხლა მისი საკუთრებაა და ეს უკვე პრობლემაა საკუთრება. აბა იგივე ვთქვათ აი ამ დიდ პროექტებზე როა საუბარი, ეხლა ეს ვახსენეთ წეგან ხო, გონიო და ის როცა ამ ხელა ფართობს საკუთრებაში გადაცემ, ეს საკუთრება ისეთი რამეა, რომ ქვეყნის შიგნითაც უწევს ქვეყანას ამის დაცვა და თუ სადმე სადავოა გარეთაც, იქ გარეთაც რა თქმა უნდა შენივე მიღებულ გადაწყვეტილებებს შენ ვერ შეცვლი სხვა რეალობით, სხვა მოცემულობით. შეიძლება იყოს როგორი პირობა, იცით, ეხლა აი მე რო ვიყო მაგალითად ეს საგარეჯოს რაიონია, შეიძლება ან გურჯაანი იქნება, ხო, გურჯაანის. ხო, აქ იდგენ, ხო, კაჭრეთის იყო ნახსენები. ხო, მე მაგალითად ჩემს ესე ვთქვათ შეიარაღებაში არის ესეთი ფიქრიც, რომ შეიძლება აი ხშირად ვახსენებ ხო მეტი ჩართულობა, ინკლუზიურობა და ასე შემდეგ. შეიძლება მე ესეთ მიტაცებულ 2-3 კაცს რო არ დარჩეს სოფელი და სოფელში რო გაჩნდეს ესე ვთქვათ მეტი ინტერესი, შეიძლება ამათ მივცე ისეთი მასტიმულირებელი პროგრამა და ვაიძულო რომ რაღაცა პროცენტი კოოპერატივის ფორმატში ან კლასტერის ფორმატში იყოს დათმობილი სხვა მონაწილეებზე. ეს ამას ვაჩუქოთ რაღაცა მასტიმულირებელი პოლიტიკით, რაღაცა გარკვეული ფული, ამის კონსოლიდაცია მოხდეს და ამ საერთო კლასტერში თუ კოოპერატივში გავითვალისწინო კიდე სოფლის გარკვეული მაცხოვრებლები, ვისაც უნდა რომ აქ შრომაში ჩაებას. აი თუ კი რაღაცის გაკეთება გინდა ხალხისთვის, ხო? 1000-ნაირი ფორმის და ფორმატის მოფიქრება შეუძლია სახელმწიფოს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ხელშია მართვაც, სახელმწიფოს ხელშია ფულიც, სტიმულიც, მათრახიც და ესე ვთქვათ მიმზიდველობაც ამ პროცესში და შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება, ოღონდ ამასაც აქვს თავისი საზღვარი, ხლა ვიღაცას ვერ დაეტაკები და ვერ წაართმე უმიზეზოდ თუ მას კანონი იცავს. შეიძლება კი სწორია რომ თქვა იქ 100 კომლი ცხოვრობს და 2 კომს თუ 3 კომს არ უნდა კონდეს დიდი ნაწილი და დანარჩენებს უნდა კონდეს, მაგრამ ხო გეუბნები, აი შეიძლება მაგ ფორმატში როგორც ადრე მეურნეობა იყო თუ ისა კოლმეურნეობა თუ საბჭოთა მეურნეობა და ყოველას რაღაცა თანამონაწილეობა ჰქონდა თუ ცეკავშირის სისტემა იყო, ყველაფერი ერთმანეთს ისე იყო აწყობილი რომ ადამიანებს ჰქონოდათ მეტი ინტერესი და მეტად ჩართული ყოფილიყვნენ თანამედროვე პირობაც იძლევა საშუალებას რომ შენთან იმუშაო ამ მეურნეობაში და თან დაინტერესებული იყო, თქვა კი არ მოიპარო იქიდან დაინტერესებული იყო მის განვითარებაში და კონდეს იმ საერთო კლასტერი იქნება თუ კოოპერატივი გარკვეული შენი პაია ან შენი პროცენტი და როდესაც ამ ადამიანებს ეთქვი რომ აი დიდი პროგრამა კეთდება, როგორც ეს ხალხი უნდა შიგნით შემომიყვანო მე და დათმეთ ეს 5, 7 თუ 9% და ამათაც მიაღებინეთ მონაწილეობა. ეს შეიძლება ჭკვასთან ახლოს იყოს. შვენიერი გამოსავალია. გოჩა და ბოლოს საუბრის ბოლოსკენ არ შეიძლება რომ არ ვახსენო და არ დავაყენო ეს კითხვა დეკლარაციები. დეკლარაციები და ახლა ჩვენ სასაუბრო თემასთან იმიტომ აკავშირში რომ ეს დეკლარაციების შევსება ეხება მათ ვისაც მიწები აქვთ. და თუ შეგიძლია რომ რამდენიმე სიტყვით ახსნა რა ფორმა არის დაუშვათ აქედან ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა ან ევროპელმა იგივეა მნიშვნელობა რა. რაღაც გარკვეული თანხა გადარიცხა და რაღაცა მიწა იყიდა რომ ემზადება დაბრუნდეს და დაიწყოს ის თავის საქმიანობა. როგორ უნდა შეავსოს დეკლარაცია და საერთოდ ეკუთვნის კი მას ეს დეკლარაცია, ეს რაზეა დამოკიდებული ფართობზე, ანარიცხზე თუ რომელ რეესტრში გადის და რა ტარიფით არის შეძენილი, ან საერთოდ რომელი ხარისხია, იქ ხო მიწას ხო თავის გრადაცია აქვს, ძვირიანი მიწაა. კი, დახედ აი ჩვენ ესე რომ შევხედოთ ახლა ჯერ იყო თავიდან
ეს გაკეთებული იმიტომ რომ 40,000 თავის დროზე ითვლებოდა საკმაოდ არა ცოტა ასე ვთქვათ შემოსავალს ოჯახისთვის და ყველას არ უწევდა და ძირითადად ეხლა ასე ვთქვათ 40,000 უმეტეს ლარი, ხო? სწორედ მე. 40,000 ლარი ხო ლარი, ხო. წლიური ესე იგი თვეში გამოდის რომ ნუ 3,000 ლარამდე არა 3,000 ლარზე გაცილებით მეტი ალბათ სადღაც 3,400 3,000 ხურდებით. ხო ხურდებით უნდა კონდეს შემოსავალი და ნუ ძალიან ბევრს არ ქონდა თქვათ ესეთი შემოსავალი და ეს მაშინ როდესაც ხელფასები იყო ნუ სადღაც საშუალოდ 1000-1200 იმ პერიოდში მოფიქრებულია იმიტომ რომ ეს პირდაპირ ჩანდა რომ ეს იყო ასე ვთქვათ უფრო შეძლებულ ოჯახმა რომ დაიწყოს ამის გადახდა მე შეიძლება დაბლა ჩამოსულიყო ნელ-ნელა მაგრამ ეხლა არაფერი არ მოხდარა ისეთი გარღვევა ცხოვრების დონე არაწეულა თუმცა ფასებმა აიწიეს საშინლად და დღევანდელ სიტუაციაში შეიძლება უკვე ეს 40,000 არც თუ დიდი თანხა გამოდის და ადამიანები რომლებიც რაღაც ჩემწეობებს იღებენ და 1 2 3 ჩარიცხვა რო გაუკეთოს მისმა ნათესავმა და აქ ასე ვთქვათ საქართველოში ფული გადმოურიცხოს შეიძლება 40,000 გადააჭარბოს და გაჭირვებული ადამიანი გახდეს ამის გადამხდელი ეს ერთი ნაწილი რაც ცოტა უხერხულობას ქმნის და მე მიმაჩნია რომ ცოტა ამათ რაღაც ნაჩქარევად მიიღეს ესეთი ის და აწიოკეს ეს ხალხი ამ სიგიჟით და მეორე სიგიჟე რაც არ მომწონს არის ის რომ დაამატეს აქ მიწის ნაკვეთი და ცალსახად წერია რომ თუ კი სადმე მიწის ნაკვეთი გაქვს 40,000-იც რო არ კონდეს შემოსავალი არ გიფიქსირებდებოდეს მაინც უნდა ჩააბარო დეკლარაცია ესე გამოდის რომ ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს სოფლად მიზეც მიმაგრებულია ეს მიწა მან მაინც უნდა ჩააბაროს დეკლარაცია და უნდა განისაზღვროს ამ მიწის ნაკვეთის ღირებულება თვითონ საზღვრავენ და ესეც ალბათ ზონალურად გასაკეთებელი იყო და ყველა რაიონს უნდა კონდეს ამაზე ვთქვათ ამ მიწის ღირებულების ის მაგრამ ქლიანობაში ეხლა ამ შემთხვევაში ეს ღირებულება არ ნიშნავს რაიმე შემოსავალი მაინც ითვლება შენი ხელფასი და ჩარიცხული ფულები მაგრამ გინდაც ნაკლები იყოს ესეთი განმარტება აქვს ამათ აღრიცხვა უნდათ რომ მიწის ფლობელმა მაინც უნდა ჩააბაროს ეს დეკლარაცია რაც იწვევს აი დამატებით აი ამ გაუგებრობას და აჟიოტაჟს აი ამ სიტუაციაში ასე რომ მე ვფიქრობ ცოტა მოუმზადებლად მოუწიათ გაცილებით ადრე შეიძლებოდა გარკვეული კონსულტაციები და მე ვფიქრობ რომ ეს 40,000 აუცილებლად უნდა გაზრდილიყო როგორც მინიმუმ 3-4 ჯერ მაინც 120-დან 150,000-მდე უნდა დაფიქსირდეს ახალი გაანგარიშებით, იმიტომ რომ ხო გეუბნები ესე შეიძლება მოუწიოს ჩვეულებრივად აი რაღაც მიზერზე როზის ადამიანები თქვათ ვიღაცას 900 ლარი აქვს თუ 800 ლარი ცოლს ქმარს შეიძლება მაგდენივე და თვიდან თვემდე რო გააქვს თავი და მე უცბად ვიღაცამ კიდე ჩაურიცხა და მოკლედ მოგროვდა 40 და არიქა გამოჩნდა რომ ესენი თურმე არიან ძალიან შეძლებულები უკვე მაგ ნაწილში ძალიან ბევრ ადამიანს პრობლემა ექნება იმიტომ რომ ერთ ადამიანის ანგარიზე შეიძლება იყოს ისეთი ჩარიცხვებიც უცხოეთიდან ეს ნაწილდებოდეს ასე ვთქვათ სხვებისთვისაც და მოკლედ ეს დაფიქსირდეს როგორც დიდი შემოსავლიანი და ამ დროს იყოს გაჭირვებული დამოკიდებული გარე ჩარიცხვებზე და აღმოჩნდეს გადამხდელი ჩვეულებრივად და პლუს კიდე დაიბეგროს ახლა რა ხო პლუს კიდე დაიბეგროს გაჭირვებული კაცი დაიბეგროს ეს ცოტა ანომალიური მასში შევიდნენ ხო გეუბნები ძალიან მოუმზადებლად მეჩვენება და განსაკუთრებით აი ეს მიწის ნაკვეთები ვისაც აქვს რომ ყველამ უნდა დეკლარაცია შეავსოთ ეს უკვე რაღაც ცოტა არ არის მარტივი საქმე და აი იმიტომ ვამბობ რა რომ ერთი ხელით კარგი რამე კეთდება და თან სერიოზულად კარგი რამე ანუ სახელმწიფო ვერტიკალს ასუფთავებენ და ასე შემდეგ და მეორე მხრიდან კიდე ჩემთვის გაურკვეველი რამ ხდება რა რაც მე და თქვენ ამ ვიდეოში ვისაუბრეთ გოჩა ბატონო ძალიან დიდი მადლობა მორიგჯერზე ამ საინტერესო საუბრისთვის და როგორც ყოველთვის ამომწურავ პასუხებს ვიღებ მე და ჩვენი მაყურებელი და ერთ რამეს დავამატებ სანამ ეთერიდან გავალთ რომ ესე იგი წინა ვიდეოებში კომენტარებში იყო
რამდენიმე მაყურებელმა ესე მოიწერა, რომ რატო აკეთებთ აქცენტს ემიგრანტებზე, მხოლოდ ემიგრანტებზე რატო ლაპარაკობთ? თქვენ ის მაინც მოახერხეთ და აქედან გააღწიეთ და თქვენ თავს უშველეთ და ლუკმანპურის ფული გაქვთ, ჩვენ აქ საშუალო ხელფასი 600 ლარი გვაქვს, გარდაიჯეროთ რომ 2200-ია საშუალო ხელფასი, ეს ტყუილია და ასე შემდეგ და ძალიან მომხვდა გულზე, იმიტომ რომ რეალურად ესეა, მართლები არიან ეს ხალხი რა, მართალია ეს საზოგადოების ეს ნაწილი და უბრალოდ განმარტავ რომ ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი აი ამ იდეის შინაარსით მდგომარეობდა იმაში, რომ ვინც ემიგრაციაშია და ბოლო ვიდეოები აჩვენებს კომენტარებში, რომ ეს მარტო ამერიკას არ ეხება, იმიტომ რომ ევროპიდანაც არის მონაწერები, ისრაელიდანაც არის მონაწერები და როგორც ხედავ, ძალიან ბევრს სურს დაბრუნება. რა ხდება საქართველოში, მომიტევეთ, რა ვქნა, როცა ჩამოვა საქართველოში, არანაკლებ კრიტიკულ გადაცემებს გავაკეთებ, სიტყვას გაძლევთ. მაგრამ უბრალოდ ამჯერად მე განვიხილავ იმ კატეგორია ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების, ვინც იმყოფება ნებით თუ უნებლიეთ უცხოეთში. და ესეა, თორემ მე კარგად მესმის თქვენი პრობლემა და ისიც კარგად გავიგე უკვე რომ 2200 თუ რაღაცა თუ 1200 არ აქვს მნიშვნელობა, არ არის საშუალო ხელფასი და არის ოჯახი რომ ალბათ ჯამში 1300-დან 1500 ლარამდეა ესეთების ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა თქვა, ამჟამად საუბარი არის ემიგრაციაზე. და ზუსტად იმიტომ რომ ეს ხალხი დაბრუნდეს, ჩემი ჩათვლით, რომ მაგ შემდეგ ჩვენ ერთიანი ძალებით გამოვასწოროთ სიტუაცია. გოჩა, ძალიან კაი საქმეს აკეთებთ, აი შეიძლება თქვი. ხო, ძალიან კაი საქმეს აკეთებთ და ნახეთ, აქ ყველაზე მთავარი რა არის, იცით, რომ ჩვენი საზოგადოება, როგორც შიგნით, ისე გარედანაც შემოძახილი ძალიან მნიშვნელოვანია. არა, შიგნითაც უნდა იყოს ქართული საზოგადოება აქტიური, რომ რაზეც ვლაპარაკობთ, ეხლა რატო საათნახევარია სიტყვაზე ვცდილობ, რომ დავანახო ეს რა არის მუშა პროცესი, რა არის გონიერი პოლიტიკა და რა არის პოლიტიკა ინერციით. აი სანამ ჩვენ არ მოვითხოვთ იმას, რომ აი ნიკა ამბობს პოლიტიკას, რომელიც არის მოძრაობა, სიახლე, შენი პრობლემების გაანალიზება, თემატურად ჩასვლა ამ სიღრმეში და ამ პროცესის შეცვლა უკეთესობისკენ, მაგრამ ვიღაცა ვანო ამბობს იმას, რომ დამანებეთ თავი, კაცო, მე მინისტრად რომ მოვედი, უნდა ვიყო მინისტრად და არ შემაწუხოთ ზედმეტად, რა თქვენ თვითონ რაც გინდათ ის ქენით, ხო? აი სანამ ამ განსხვავებას საზოგადოება ვერ დაინახავს, სანამ მოთხოვნა არ იქნება, რომ ეს არის შესაძლებელი და მე მჭირდება ის ადამიანები ხელისუფლებაში, ვინც აი ამ მოცემულობას, აი ამ გაუსაძლის მდგომარეობას შემიცვლის და ამისთვის იბრძოლებს და იბრძოლებს იმისთვის, რომ აი იმ ადამიანებმა რო თქვეს, რომ აი მიწა გვინდა და რაღაცა, ხო, რაღაცა ვარიანტი ერთ-ერთი ხო თქვი, ამ ვარიანტზე იმუშავებ, ახალ ვარიანტს მოიფიქრებ, გამოსავალი ნახო, რომ მე იქ ადამიანები დავასაქმო, გავაძლიერო, იმ მიწიდან შევქნა გარკვეული პროდუქტი და ამაზე ფიქრი ვისაც შეუძლია და აქვს შესაბამისი, ესე ვთქვათ, გამოცდილება და შეუძლია რაღაც შემოგთავაზოს, თუ ესეთ ადამიანებზე არ იქნება აქცენტი. ამ შემთხვევაში არ არის არც ნიკაზე, არც გოჩაზე და არც მე მიდგომას ვიძახი უბრალოდ. ყველაზე მეტად რაც მე მაგიზიანებს, რომ ეს დღის წესრიგი არც საზოგადოებიდან მოდის, არც იმ ხელმძღვანელებიდან მოდის, ვისაც ქვეყანა აქვს ჩაბარებული და ყველას რატომღაც აი რაღაცა გულხელ დაკრეფილი ზის და ელოდება რომ რაღაცა იქნება, არაფერი არ იქნება. იქნება მხოლოდ უარესობა, თუ ჩვენ თვითონ არ მოვიპოვეთ ის, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ. თუ მოქმედება არ იქნება, არავინ არაფერს არ გააკეთებს და დაგვანახა ამან, ხო, აი პროგრამა გვეხმარება დასავლეთი. ნახეთ როგორ გვეხმარებოდა, ხო? ეს ჩვეულებრივად იყო რაღაცა ეს კარგი მაგალითი ან გართობის ან რაღაცა უკეთეს შემთხვევაში ფრაგმენტული რაღაცა შედეგი და ამით დამთავრდა. მოკლედ სასაყვედურო ყველას უნდა კონდეს პირველ რიგში ჩვენი თავის და ეს ემოციაც და ეს ენერგიაც და სურვილიც რომ რაღაცა კეთდებოდეს, ვისაც რანაირად შეგვიძლია ისე უნდა გამოვხატოთ. მე მაგალითად აბსოლუტურად ჩემთვის უცხო ადამიანებს ხშირად მადლობას უხდი, რომ ჩემს ესე ვთქვათ
Facebook-ზე იქნება თუ სხვაგან და პიროვნულადაც მირეკავენ და მეუბნებიან რომ აი ნახეთ არ გაჩერდეთ რა და აი ეს გასაკეთებელია და მეთანხმებიან ამ იმაში. აი ესეთი სოლიდარობა როგორც როცა მოხდება და შეიკრება იმ ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელსაც შეუძლია და აქვს ენერგიაც და ცოდნაც იმისი რომ ესე წაიყვანოს პროცესი, აი მაშინ უნდა დაველოდოთ ჩვენ რაღაც შედეგს. ეხლა რა ვქნა ვერ ველოდები მე კარგ შედეგს, იმიტომ რომ ვიცნობ ყველა ამ ადამიანს, ვინც არის მოქმედებაში, ზოგს ძალიან ახლოს ვიცნობ, ზოგს უბრალოდ ვიცნობ, მაგრამ ვხედავ მის შესაძლებლობებს და როდესაც მე ვხედავ ამ ადამიანის შესაძლებლობას, მოქმედებას და მის აზრებს და ეს არ ემთხვევა აქტიურობას, საქმეს, შეცვლას და რაზეც ახლა ჩვენ ვჟელობთ ამას, ხო, ნუ არა მაქვს ახლა ამის მოლოდინი, ამიტომ საზოგადოებამ ერთობლივად უნდა შევქმნათ აქაც და იქაც. გარეთაც მნიშვნელოვანია რომ ეს აზრი იყოს, იმიტომ რომ გარეთ ამას უყველაფერს უყურებენ, გარეთ ხედავენ როგორ ვითარდება შტატი, რა უფლებები აქვს ამ შტატს, რა ახლა იმას ნიუ-იორკში და თეთრ სახლში ელოდება ვიღაცა რომ მაინდა-მაინც რაღაც მის ქუჩაზე ან მის იმაში ტერიტორიაზე ან რაღაც ფერმერულ იმაში რაღაც მოხდეს, ხო, ეს ლოკაციურად ხდება ამის მართვა. ეს კონსტიტუციაში რაც გვიწერია, სუბსიდიარობის პრინციპით ხდება დელეგირება, აი იქ ხდება ამის კონცენტრაცია და ეს სანამ ამას არ გავიგებთ, რომ ისეთი სიმახინჯე, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომ ყველა დასაჭერი გახდა იქ, ხო? და თქვენ კაი ხალხოა, წლებია მაგას ვიძახი, რომ ეს არის სიმახინჯე. სააკაშვილის დროიდან მოყოლებული ვიძახი, რომ ეს სიგიჟე მოიგონა იმან მიშამ, რომ გაერთიანა როგორ საქართველოს წყალი დაარქვა და რომ დაიწყო იმის ბოლნისის, დმანისის თუ მარნეულის და მთელი დასავლეთის და იმის წყლები, რა შენი ფუნქცია, რა შენი საქმეა, კაცო, იქ როგორ შეიძლება რომ თქვა ეს ყველაფერი წამოიღო აქ, რომ იმიტომ რომ აქედან აკონტროლოთ და დაერქვას თუ რამე რემონტი გაკეთა, მიშამ გააკეთა ეს რემონტი და ეს რაღაც სიგიჟეები. სკოლა გარემონტა ჩადიოდა აქედან სკოლაში რომ მიშამ გაარემონტ, მიშას თავის ფუნქცია, კაცო, იქ თავის ფუნქცია კი მუნიციპალიტეტს და იმას. აი ეს აღრევა ხდება არანორმალურად რა. აი ეს არის დასალაგებელი და საზოგადოება როგორც კი მოემზადება ამისთვის, უფრო აქტიური იქნება და კიდევ ერთხელ ვიძახი, ყველა მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ესეთ რაღაცეებში ნელ-ნელა გაერკვა და არსებობს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩემს მიმართ თუ ჩემი ძალიან ბევრი მეგობრის მიმართ, რომლებსაც მაღალი მიმღებლობა აქვს საზოგადოებრივი. აი ეს უნდა მომწიფდეს, რომ დამთავრდა უმოქმედობის დრო, დასაწყებია აქტიური მოქმედების დრო. აქტიურად უნდა ვეძებოთ, სად არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. სად გვაქვს ეს რესურსი და როგორ ვიყენებთ აი ამ რესურსს. აი ყოველდღიურად უნდა იყოს ამაზე მსჯელობა. რა არის სახელმწიფოს დიდი რესურსი და ეს როგორ უნდა მიდიოდეს ხალხამდე? იგივე ეს ბიუჯეტის კლასიფიკაცია ერთხელ რომ დაიწერა, ამასაც უნდა შეცვლა იქ ხარჯების კლასიფიკაცია შესაძლებელია, იმ სოციალური პაკეტების ეს მიდგომებით შესაძლებელია, საპენსიო ფორმაც აბსოლუტურად სხვანაირად უნდა იყოს და ხო ლოგიკური არ არის ხო რომ ვიღაცამ 1000-ები მოიმატა ხელფასი და ვიღაცას 20 ლარი მოიმატა ხელფასი. ხო ამანაც საზოგადოებაში გამოიწვია. ამ ხალხმა უნდა დაინახოს რომ სახელმწიფო მოხელე მოდის ხალხზე ზრუნვისთვის და არა პირადი კომფორტისთვის. როგორც კი ეს გატყდება და ყველა დაინახავს და მოითხოვს მერე რომ სახელმწიფო სამსახურში მოსული ადამიანი უნდა ფიქრობდეს საზოგადოების განვითარებაზე, ადამიანების უკეთეს თქვათ ცხოვრებაზე და კეთილდღეობაზე და არა თქვათ პირად კომფორტზე და თუ ჩატოვებ რომ პირადი კომფორტი მოიწყოს და აქეთ მისი საქმე არ არის, ხო, ეს მუდმივად გააგრძელებს, სანამ გაუვათ ეს სიტუაცია. აი ეს მიდგომა არის შესაძლებელი და ამას თითოეულ ადამიანი ვერ შეცვლის. ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი მოთხოვნა, საზოგადოებრივი დაკვეთა და იქ მიტინგები იმისთვის კი არ უნდა მართოთ, რომ დასავლეთში მივდივარ და დროშა დავიკავო და არა, მინდა ადამიანური პირობები და ადამიანური პირობების გარდა ყველას უყვარს ეს ქვეყანა და მინდა რომ ამ ქვეყანას კონდეს განვითარების სწორი გეზი და პერსპექტივა. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს და ხვალე თუ ჩვენ ეს სწორი გზა ვერ მოვძებნეთ, ხო, ეკონომიკური სიდუხჭირე ჩამოანგრევს უყველაფერს. აბსოლუტურად. დიდი მადლობა. გოჩა, შენი ნებართვით. პატივცემულო მაყურებლებო, მსმენელებო, კომენტარებში შეფასების გარდა, კარგი იქნება თუ დავუშვათ, დაწერთ, გამოაგზავნეთ თქვენს შეკითხვებს და მომდევნო ეთერს
მე და ბატონი გოჩა დავუთმობთ კითხვებზე პასუხებით გაცემას და ნახოთ თუ ჩვენს კომპეტენციაში იქნება დარწმუნებული იყავით რომ ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს გავცემთ. გოჩა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ ამდენი დრო დაუთმე ჩვენს ეთერს და თქვენ კიდე პატივცემულო მაყურებლობო გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. აბა დროებით. მადლობა მომავალ შეხვედრამდე.